როდესაც დოქტორანტები მეკითხებიან, როგორ უნდა მიუდგნენ დისერტაციის თემისთვის არჩეული ავტორის ნაწარმოებებს, ყოველთვის ვურჩევ ყურადღება ქრონოლოგიურ პრინციპს დაუთმონ. იმიტომ არა, რომ ავტორის ცხოვრებას რაიმე რეალური მნიშვნელობა აქვს, არამედ იმის გამო, რომ მისი წიგნების თანმიმდევრობით ყალიბდება ერთგვარი ინტელექტუალური ბიოგრაფია, რომელსაც საკუთარი ლოგიკა გააჩნია. ჟორის კარლ იუისმანსის შემთხვევაში მთელი სიმძაფრით იჩენდა თავს ეს პრობლემა, განსაკუთრებით რომანის პირიქით შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც დაწერა ამგვარ უძლიერეს, გამორჩეულად ორიგინალურ წიგნს, რომლის მსგავსი მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს, მერე როგორღა უნდა გააგრძელო მწერლობა? პირველივე პასუხი, რომელიც ენაზე მოგადგება, ეჭვს არ იწვევს, ეს ძალიან რთული იქნება. და ამას იმავე იუისმანსის მაგალითზე შეიძლება დავაკვირდეთ. რომანს პირიქით მოსდევს მიტოვებული, რაც სრული იმედგაცრუებაა, შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო, და თუ უარყოფითი შთაბეჭდილება, სტაგნაციის შეგრძნება, მოქმედების თანდათანობითი შენელება სრულებით არ აქრობს კითხვით გამოწვეულ კმაყოფილებას. ეს იმიტომ, რომ ავტორს ასეთი შესანიშნავი იდეა მოაფიქრდა. წიგნში, რომელიც აუცილებლად გაუცრუებდა იმედს მკითხველს, მოეყოლა იმედის გაცრუების ამბავი. ამრიგად, სიუჟეტისა და მისი გადმოცემის ხერხს შორის თანხმდომა ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის. მოკლედ, კითხვა ცოტათი მოსაწყენია, მაგრამ წიგნს თავს მაინც ვერ ანებებ, თუმცა შესანიშნავად გრძნობ, მიტოვებულნი არა მხოლოდ სოფელში დროებით მყოფი წიგნის პერსონაჟები არიან, არამედ თავად იუისმანსიც. ნაწარმოები ნატურალიზმის დაბრუნების მცდელობადაც კი შეიძლებოდა შეფასებულიყო. ავტორს მეოცნებეთა მონაყოლი რომ არ ჩაერთოთ ხრობაში, რომელიც ძნელად ერგება მას, ამიტომ ნაწარმოების რაობის განსაზღვრა რთულია. ის, რამაც საშუალება მისცა იუისმანს, მომდევნო რომანიდანვე გათავისუფლებულიყო წნეხისგან, გახლდათ მეტად მარტივი, არაერთგზის გამოცდილი ფორმულა. ავტორის მაცნეთ ქცეული მთავარი პერსონაჟის ევოლუციას მკითხველმა რამდენიმე წიგნში შეიძლება გაადევნოს თვალი. ეს ყველაფერი ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემს დისერტაციაში. სირთულეები მერე შემექმნა, იმიტომ რომ დიურტალის და შესაბამისად თავად იუისმანსის ევოლუციაში მთავარია კათოლიციზმის მიღება. ამის აღწერა იწყება რომანის იქ პირველი გვერდებიდან, რომლებზეც ავტორი ემშვიდობება ნატურალიზმს და გრძელდება ობლატამდე, რასაკვირველია რომანების გზად და საკათედრო ტაძარის ჩათვლით. ათეისტისთვის სრულებით არ არის ადვილი, ისაუბროს წიგნებზე, რომელთა მთავარი თემა რელიგიაზე მოქცევაა. ისევე, როგორც ძნელი წარმოსადგენია, სასიყვარულო რომანით დაინტერესდეს ის, ვისაც არასოდეს ყვარებია. იუისმანსის ბოლო სამი რომანი მართლაც მოსაწყენი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ნამდვილი ემოციური თანხმობა, გრძნობა, რომელიც თანდათან უყალიბდება დიურტალის სულიერი თავგადასავლების პირისპირ დარჩენილ ათეისტს, რადგან აღნიშნულ ნაწარმოებებს წითელ ხაზად გასდევს რელიგიის ჯერ უარყოფა და შემდეგ მისი მიღება. ამაზე ვფიქრობდი როცა, ისის იყო გავიღვიძე და ყავას ვსვამდი, თან გათენებას ველოდებოდი და უცაბედად მეტად უსიამოვნო აზრმა გამკრა. როგორც იუისმანსის ლიტერატურული ცხოვრების მწვერვალს წარმოადგენდა რომანი პირიქით, ისე იყო მირიამი ჩემი სენტიმენტალური ცხოვრების მწვერვალი. როგორ გადავიტანდი საყვარლის დაკარგვას? ალბათ ამის გადატანას ვერ შევძლებდი. სანამ მოვკვდებოდი, ნუგეშად მრჩებოდა ჟურნალი. მე-19 საუკუნის საზოგადოება. მომავალი შეხვედრა მომდევნო კვირაში უნდა შემდგარიყო. და კიდევ, არსებობდა საარჩევნო კამპანია. ბევრ მამაკაცს საინტერესებს პოლიტიკა და ომი, მაგრამ გართობის ეს საშუალებები ნაკლებად იპყრობდა ჩემს ყურადღებას. პოლიტიკით ისევე ვიყავი დაინტერესებული, როგორც ტუალეტის ქაღალდით, რაც რასაკვირველია, სამწუხაროა. თუმცა, ჩემს ახალგაზრდობაში არჩევნები ასეთივე უინტერესო იყო. პოლიტიკური არჩევანის სიმწირე გამაოგნებელიც კი გახლდათ. ერთი თუ ორი ვადით აირჩიეს მემარცხენე ცენტრისტი კანდიდატი მისი პიროვნული ქარიზმატულობის წყალობით. გაურკვეველი მიზეზების გამო მესამე მანდატით არჩევა არ შეიძლებოდა. შემდეგ მოსახლეობას ამ კანდიდატმა თავი მოაბეზრა, უფრო სწორად, თავი მოაბეზრა ზოგადად მემარცხენე ცენტრისტობამ, დაიწყო დემოკრატიულ მონაცვლეობად წოდებული პერიოდი და ამომრჩევლებმა ხელისუფლებაში მოიყვანეს მემარჯვენე ცენტრისტი კანდიდატი, ისიც, როგორც წესია, ერთი ან ორი მანდატით. გასაოცარია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები რატომღაც ძალიან ამაყობდნენ ამგვარი საარჩევნო სისტემით,
რომელიც სხვა არაფერია. თუ არა ორდაპირისპირებულ ბანდას შორის ძალაუფლების განაწილება და ზოგჯერ ომებსაც იწყებდნენ, რომ ამგვარი სისტემა თავს მოეხვიათ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მას ისეთივე ენთუზიაზმით სრულებით არ აფასებდნენ. უკიდურესი მემარჯვენეების წინსვლის შემდეგ მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდა, რადგან დებატებში ფაშიზმის მოსალოდნელი აღორძინებით გამოწვეული შფოთვა შემოიტანა. მაგრამ ნამდვილი გამოცოცხლება მხოლოდ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურით აღინიშნა. განცვიფრებული საერთაშორისო პრესა თვალს ადევნებდა ამ სამარცხვინო, მაგრამ არითმეტიკულად გარდაუვალ სპექტაკლს. თუ როგორ ირჩევს სულ უფრო და უფრო აშკარად მემარჯვენე სახელმწიფო ხელახლა მემარცხენე პრეზიდენტს. იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომელიც ხმის დათვლის პროცესს მოსდევდა, მთელ ქვეყანაში უცნაურმა და მთრგუნველმა ატმოსფერომ დაისადგურა. სულის შემხუთავ, რადიკალურ უიმედობას გავდა, რომელსაც აქა-იქ მიამბოხური გამონათებები ენაცვლებოდა. ბევრმა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. მეორე ტურის შედეგების გამოცხადებიდან ერთ თვეში მუჰამად ბენ აბესმა მუსლიმური ძმობის დაარსების შესახებ გამოაცხადა. ისლამის პოლიტიკაში მოსვლის პირველი მცდელობა, საფრანგეთის მუსლიმთა პარტიის სახით, მალევე ჩაფლავდა მისი ლიდერის შემაწუხებელი. ანტისემიტიზმის გამო, რამაც მას უკიდურეს მემარჯვენეებთან საერთო ენა გამოაძებნინა. მუსლიმურმა ძმობამ ამ მარცხიდან სათანადო გაკვეთილი მიიღო და ზომიერი პოზიცია აირჩია. გონივრული ზომიერებით უჭერდა მხარს პალესტინელებს, გულითადი ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ სასულიერო პირებთან. არაბული ქვეყნების ისლამური პარტიების მოდელის მიხედვით, რომელსაც მანამდე საფრანგეთში კომუნისტური პარტია იყენებდა, საკუთრივ პოლიტიკური იდეები ვრცელდებოდა ახალგაზრდული მოძრაობების, კულტურული დაწესებულებებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით. სახელმწიფოში, რომელშიც მასობრივი გაღატაკება წლიდან წლამდე შეუქცევადად იზრდებოდა და სულ უფრო ფართო ფენებს მოიცავდა. ამგვარმა, ადგილობრივი უჯრედების საფუძველზე გაშლილმა პოლიტიკამ თავისი ნაყოფი გამოიღო და მუსლიმურ ძმობას მომხრეები გაუჩინა იმათ შორისაც კი, ვინც ისლამს არ აღიარებდა და ეს წარმატება თავბრუდამხვევი გახლდათ. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, პარტია, რომელიც მხოლოდ 5 წელია არსებობდა, ხმების 21%-ით სოციალისტურ პარტიას მოსდევდა. ამ უკანასკნელს მხარს ამომრჩევლის 23% უჭერდა. ტრადიციული მემარჯვენეების მომხრე მხოლოდ 14% იყო, ხოლო ეროვნული ფრონტი 32%-ით ფრანგულ პარტიებს შორის პირველ ადგილს ართმობდა. დავით პიუჟადასი რამდენიმე წელია კერპი გახდა. ის არა მხოლოდ პოლიტიკური ჟურნალისტების, კოტა, ელკაბაში, დიუამელი და რამდენიმე სხვა, სრულიად დახურული კლუბის წევრია, არამედ მედიის ისტორიაში საკმარისი წონის მქონე ჟურნალისტად მიიჩნევა, რათა საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის დებატები პირდაპირ ეთერში წარმართოს, მან ყველა წინამორბედს გადააჭარბა თავაზიანი სიმტკიცით, სიმშვიდით უნარით, ყურადღება არ მიაქციოს შეურაცხყოფას, ზღვარს გადასული დაპირისპირება მოთოკოს, ღირსეული და დემოკრატიული კონფრონტაციის სახე. მის წეს, როგორც ეროვნული ფრონტის, ისე მუსლიმური ძმობის კანდიდატებმა კეთილი ნება გამოიჩინეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, რომელსაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდნენ პირველი ტურის გამართვამდე. იმიტომ რომ თუ კამპანიაში ჩართვის შემდეგ სულ უფრო მზარდი მხარდაჭერის მქონე მუსლიმური ძმობა სოციალისტურ პარტიას გაასწრებდა. სრულიად მოულოდნელ მეორე ტურს მივიღებდით ასეთივე სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგით. მემარცხენეთა გულშემატკივრები, მათი ყოველდღიური და ყოველკვირეული ჟურნალ-გაზეთების სულ უფრო და უფრო მუქარის შემცველი, დაჟინებული მოწოდებების მიუხედავად, ვერ ბედავდნენ მუსლიმი კანდიდატისთვის ხმის მიცემას. მემარჯვენეთა მომხრეები, სულ უფრო და უფრო მეტნი, პოლიტიკური ლიდერების მტკიცე განცხადებების მიუხედავად, მზად იყვნენ, ბარიერი გადაელახათ და მეორე ტურში ეროვნული ფრონტის კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვან დატვირთვას იღებდა თავის თავზე. უეჭველია, ამ არჩევნებში მონაწილეობა მისი ცხოვრების უმთავრესი გამოწვევა იყო. დებატები 4 შაბათს შედგა. ეს კი სრულებით არ მიადვილებდა საქმეს. წინა საღამოს მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებელი ინდური კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევიძინე. ასევე 3 ბოთლი ჩვეულებრივი წითელი ღვინო. უნგრეთიდან პოლონეთამდე ანტიციკლონმა მოიკიდა ფეხი, რაც ბრიტანეთის კუნძულებზე კონცენტრირებულ დეპრესიას სამხრეთისაკენ გავრცელებაში ხელს უშლიდა. კონტინენტური ევროპის უმეტეს ნაწილში უჩვეულოდ მშრალი და ცივი ამინდი იდგა. დღის განმავლობაში არანაკლებ გამიწყალეს გული დოქტორანტებმა თავიანთი უაზრო კითხვებით.
მაგალითად უმცროს პოეტებს, როგორიცაა მორიასი, კორბიერი და ასე შემდეგ, და რომ მათ უმცროსებად რატომ მიიჩნევენ, რამ შეუშალა ხელი, ისინი აღექვათ უფროს პოეტებად, რომელთა შორის არის ბოდლერი, რემბო, მალარმე უპირველეს ყოვლისა. მერე შეიძლება ბრეტონიც ვახსენოთ. შეკითხვები მათ ავტორებს ჰგავდნენ. ორ გამხდარდა ბოროტ დოქტორანტს, რომელთაგან ერთს გროზე სურდა დისერტაციის დაწერა და მეორეს კორბიერზე. თან თავის ზედმეტად წარმოჩენაც არ უნდოდათ, ელოდებოდნენ ჩემს, როგორც ინსტიტუციის წარმომადგენლის პასუხს. ერთსაც და მეორესაც შუალედური ვარიანტი ვურჩიე, ლაფორგზე მუშაობა. არანაკლებად გავწვალდი სატელევიზიო დებატების დროს, განსაკუთრებით, ჩემი მიკროტალღურის გამო, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და რაღაც ახლებურად დაიწყო მუშაობა. ჩართვისთანავე მთელი სიჩქარით მოძრაობდა ლანგარი. თან ლამის ზებგერითი ხმა ისმოდა, მაგრამ საკვებს არ აცხელებდა. ბოლოს იძულებული გავხდი, ინდური საჭმელები აირღუმელში გამეცხელებინა და, შესაბამისად, კანდიდატების არგუმენტების დიდი ნაწილი გამოვტოვე. მაგრამ რასაც ვუსმინე, ყველაფერი ზედმეტად წესიერად მიმდინარეობდა. ორი კანდიდატი უზენაეს სამსჯავროზე ურთიერთპატივისცემის გამომხატველ რეპლიკებს ცვლიდა. რიგრიგობით საუბრობდნენ საფრანგეთისადმი უსაზღრო სიყვარულზე და ერთმანეთს თითქმის ყველაფერში ეთანხმებოდნენ. თუმცა, სწორედ ამ დროს მონფერმეიში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკიდურესი მემარჯვენეების მომხრეები და ახალგაზრდა აფრიკელების ჯგუფი, რომელიც თავს არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებდა. ასეთი სპორადული ინციდენტები უკვე ერთი კვირა აგრძელდებოდა. კომუნის ტერიტორიაზე მეჩეთის შებილწვის შემდგომ. აფრიკელთა ჯგუფის კუთვნილი ვებგვერდი მეორე დღეს ამტკიცებდა, რომ შეტაკება სასტიკი იყო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია. როგორც ყოველთვის მსგავს შემთხვევებში, ეროვნული ფრონტის თავმჯდომარე ქალბატონმა და მუსლიმური ძმობის ხელმძღვანელმა თავთავის მხრივ განცხადებები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ამგვარ დანაშაულებრივ დაპირისპირებასთან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობების კავშირს კატეგორიულად უარყოფდნენ. 2 წლის წინ, როდესაც პირველი შეიარაღებული დაპირისპირებები დაიწყო, მედია საშუალებებმა შოკის მომგვრელი რეპორტაჟების სერია მოამზადეს, მაგრამ ახლა ამის შესახებ სულ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცა. რამდენიმე წელია, შეიძლება ითქვას, ათწლეულიც კი, მონდი და ყველა მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი, ზოგადად კი ნებისმიერი გაზეთი მუდმივად ხვებოდა იმ კასანდრებზე, რომლებიც სამოქალაქო ომს წინასწარმეტყველებდნენ იმიგრანტ მუსლიმებსა და დასავლეთ ევროპის მკვიდრ მოსახლეობას შორის. როგორც ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ, ბერძნული ლიტერატურის სპეციალისტმა ამიხსნა, კასანდრას მითის გამოყენება მეტად უცნაური გახლდათ. ბერძნულ მითოლოგიაში კასანდრა თავდაპირველად მოიხსენიება, როგორც ძალიან ლამაზი გოგონა, ოქროსთმიანი აფროდიტეს სადარი, ასე წერს ჰომეროსი. ის აპოლონს შეუყვარდა და წინასწარმეტყველების უნარი მიანიჭა მათი მომავალი დაახლოების იმედად. კასანდრამ საჩუქარი კი მიიღო, მაგრამ ღმერთს სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი უთხრა. განრისხებულმა აპოლონმა გოგონას მიახალა, რომ მის ნათქვამს ვერასოდეს ვერავინ გაიგებდა და დაიჯერებდა. კასანდრამ იწინასწარმეტყველა ელენეს მოტაცება პარისის მიერ, მერე ტროის ომის გაჩაღება. ქალაქელები გააფრთხილა ელინთა თაღლითობის შესახებ და შემდგომ სახელგანთქმული ტროის ცხენი, რომლის მეშვეობითაც მათ ქალაქი აიღეს. კარგად იცოდა კლიტემნესტრა რომ მოკლავდა და ასეც მოხდა. მანამდე კი აგამემნონს უწინასწარმეტყველა სიკვდილი. თუმცა ამ უკანასკნელმა კასანდრას ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერა. მოკლედ, კასანდრა ახდენილი პესიმისტური წინასწარმეტყველებების ავტორია და თუ ფაქტებს გავითვალისწინებთ, მემარცხენე-ცენტრისტი ჟურნალისტები ისევე იყვნენ დაბრმავებულნი, როგორც ტროელები. ასეთი სიბეცე ისტორიული თვალსაზრისით უჩვეულო სრულიად არ გახლდათ. ზუსტად ასე მოქმედებდნენ 1930-იან წლებში. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, როდესაც ერთხმად ამტკიცებდნენ, თითქოს ჰიტლერი ბოლოს და ბოლოს ჭკუაზე მოვა. ალბათ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მოცემულ სოციალურ სისტემაში იცხოვრეს და კეთილდღეობასაც მიაღწიეს, ძნელია იმათი თვალსაზრისი წარმოიდგინონ, ვინც ამ სისტემისგან არაფერს ელის და განსაკუთრებული შიშის გარეშე ხვდება მის დანგრევას. მაგრამ სიმართლე ითქვას, ბოლო თვეებია მემარცხენე-ცენტრისტული მედია საშუალებების ქცევა ცოტათი შეიცვალა. ძალადობა გარეუბნებში, ეთნოსებს შორის დაპირისპირება ამ თემებზე საუბარი კი საერთოდ შეწყდა. საკითხს მდუმარედ უქცევდნენ გვერდს და იმავდროულად კასანდრებიც დამუნჯდნენ.
როგორც ჩანს, ადამიანებს მოჰბეზრდათ ერთი და იმავეს მოსმენა. ზოგადი განწყობა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. მეორე საღამოს ჟურნალის მიერ გამართულ ტრიმესტრულ კოქტეილ წვეულებაზე უნდა მივსულიყავი და წინასწარ ვიცოდი. მონფერმეიში გამოსვლები იმაზე ნაკლებ კომენტარებს დაიმსახურებდა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე გამართული სატელევიზიო დებატები და ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე უკანასკნელი დანიშვნები უნივერსიტეტებში. წვეულებისთვის რომანტიკული ცხოვრების მუზეუმი დაიქირავეს, რომელიც შაპტალის ქუჩაზე მდებარეობს. ყოველთვის მიყვარდა სენ-ჟორჟის მოედანი, მე-19 საუკუნის შენობების დახვეწილი ფასადები და რამდენიმე წამს გავარნის ბიუსტთან შევჩერდი, სანამ ნორდამ დე ლორეტის, შემდეგ კი შაპტალის ქუჩას გავუყვებოდი. 16 ნომრის შესასვლელთან მუზეუმისკენ მიმავალი მოკლე, ხეებით დაბურული ხეივანი იწყებოდა. ტბილოდა. ბაღში გამავალი კარი ფართოდ გამოეღოთ, შამპანურიანი ბოკალი ავიღე. ცაცხვებს შორის მივიკვლევდი გზას და სულ მალე ალისი დავინახე. უნივერსიტეტი ლიონი მესამის ლექტორი, ნერვალის სპეციალისტი, რომელსაც ყვავილებიანი კოქტეილის კაბა ეცვა. კოქტეილისა და საღამოს კაბებს შორის ზუსტი განსხვავება რა არის? ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალის ეს არასოდეს ეშლება, ისე როგორც სათანადოდ მოქცევა. მისი კომპანია მუდამ დამამშვიდებლად მოქმედებს, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე მისკენ გავწიე. იმის მიუხედავად, რომ ვიღაც მკვეთრნაქვთებიან ახალგაზრდას ესაუბრებოდა, რომელსაც ძალიან თეთრი სახისკანი ჰქონდა, ცისფერი ბლეიზერის ქვეშ პარი სენ-ჟერმენის ლოგოიანი პერანგი და კაშკაშა წითელი ბოტასები ეცვა. ეს ყველაფერი მთლიანობაში უცნაურად ელეგანტური ჩანდა. გოდფრუა ლემპერერად გამეცნო. ქვენი ახალი კოლეგა ვარ. მითხრა მან და ჩემკენ შემობრუნდა, როგორც შევატყვე, ვისკიანი ჩიქა ეჭირა. ესესაა ლექტორის თანამდებობა მივიღე პარიზი მესამეში. დიახ, ვიცი ამის შესახებ, ბლუას სპეციალისტი ხართ. ასე არ არის? ფრანსუას ყოველთვის სძულდა ბლუა. ჩაერია ალისი. ის ხომ იუისმანსის სპეციალისტია და გასაგებია. ბარიერის მეორე მხარესაა. ლემპერერი გასაკვირად თბილი ღიმილით მომიბრუნდა და სწრაფად წარმოთქვა. გიცნობთ. ძალიან მომწონს თქვენი ნაშრომი იუისმანსზე. მერე დადუმდა, სიტყვებს ეძებდა, თუმცა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ისეთი დაჟინებით მიმზერდა, აზრმა გამიელვა, რომ მაკიაჟი გამოეყენებინა. ყოველ შემთხვევაში, წარბებით უშის დახმარებით გამოეკვეთა და რატომღაც მომეჩვენა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ჩემთვის. ალისი ერთდროულად ალერსითა და დაცინვით გვიმზერდა, როგორც ქალებს სჩვევიათ მამაკაცების საუბრის ყურისკდება, როდესაც ეს საუბარი რაღაც შუალედურია მამათმავლობასა და დუელს შორის. ძლიერმა ქარმა დაუბერა და ჩვენ ზემოთ ფოთლები. აშრიალა. იმავდროულად შორეული, მოუხელთებელი, ყრუხმაური გავიგონე, რომელიც აფეთქების ხმას გავდა. ეს უცნაურია. ქვა ბოლოს და ბოლოს ლემპერერმა. როგორ ინარჩუნებს სიახლოვეს ავტორთან, რომელსაც შესასწავლად ცხოვრების დასაწყისში ირჩევ. წესით, 1 ან 2 საუკუნის გავლის შემდეგ ვნებები უნდა დაცხრეს, თითქოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ლიტერატურული ობიექტურობა მოეთხოვებათ და ასე შემდეგ, მაგრამ ასე სრულიადაც არ ხდება. იუისმანსი, ზოლა, ბარბე, ბლუა, ყველა ეს ადამიანი ცნობილია, მათ ჰყავდათ მეგობრები და მტრები, არსებობდნენ მათი მოკავშირეები, მათზე გაბრაზებულები, მათი ურთიერთობების ისტორია იმავდროულად ფრანგული ლიტერატურის ისტორიას წარმოადგენს. და ჩვენ, საუკუნის თუ უფრო მეტის გასვლის შემდეგაც კი, იმავე ურთიერთობებს ვიმეორებთ, ჩვენი ფავორიტის ერთგულები ვრჩებით, მისი ხათრით მზად ვართ გვიყვარდეს, გავბრაზდეთ, შიგადაშიგ სტატიებითაც ვიბრძოლოთ. მართალს ბრძანებთ, მაგრამ ეს კარგია. ყოველ შემთხვევაში, იმას მოწმობს, რომ სულ მცირე, ლიტერატურა სერიოზული საქმეა. საბრალო ნერვალზე არასოდეს არავინ გაბრაზებულა. ჩაურთო ალისმა, მაგრამ მგონი, მისი რეპლიკა ლემპერერს არც კი გაუგონია. ისევ დაჟინებით მაკვირდებოდა, საკუთარმა ნათქვამა სრულიად დაატყვევა. მუდამ ანგარიშგასაწევი იყავით. განაგრძო ლემპერერმა. ჟურნალში გამოქვეყნებული თქვენი ყველა სტატია წავიკითხე. ზოგადად, ასეთი რამ არ მახასიათებს. 20 წლის ასაკში ბლუამ მომხიბლა თავისი შეურიგებლობით, სისასტიკით, სიძულვილისა და შეურაცხყოფის მისეული ვირტუოზულობით. მაგრამ ეს, მაშინ მოდურიც გახლდათ.
ლუა მეოცე საუკუნის სიმდარის, აწყვეტილი ცხოველურობის, მომაბეზრებელი ჰუმანიზმის საწინააღმდეგო იარაღია. იარაღი სარტრის, კამიუს, ბრძოლაში ჩაბმული მასხარების წინააღმდეგ. ასევე ყველა იმ გულისამრევი ფორმალისტის წინააღმდეგ, ახალი რომანი რომ შექმნა, უშედეგო აბსურდული მოვლენების წინააღმდეგ. ჰო, ახლა 25 წლის ვარ. და ისევ არ მიყვარს სარტრი, არც კამიუ და არც ერთი მწერალი, ახალი რომანის მიმდინარეობას რომ მიეკუთვნება. მაგრამ ბლუას ვირტუოზულობა უკვე ტვირთად მაწევს და უნდა ვაღიარო. მისი სულიერი და წმინდა განზომილება, რომლითაც ის ასეთ კბებოდა, ჩემთვის თითქმის აღარაფერს ნიშნავს. ახლა უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს მოპასანის ან ფლობერის, თუნდაც ზოლას ზოგიერთი გვერდის გადაკითხვა. და კიდევ რა საკვირველია, ძალიან უცნაური იუისმანსის. მომხიბლავი მემარჯვენე ინტელექტუალის დაღი მას აშკარად გამოარჩევდა ფაკულტეტზე მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. შეგიძლიათ ადამიანებს საშუალება მისცეთ დიდხანს ილაპარაკონ. მათ მხოლოდ საკუთარი ნათქვამი აინტერესებთ, მაგრამ დროდადრო მცირეოდენი ჩარევაც აუცილებელია. ხანდახან თვალს ალისისკენ ვაპარებდი, არავითარი ილუზია არ მქონია, შესანიშნავად ვიცოდი, ეს პერიოდი ალის არ აინტერესებდა, ის უკიდურესად ადრეული პერიოდის რომანტიკოსი იყო. თავი ძლივს შევიკავე. ლემპერერისთვის რომ არ მეკითხა, უფრო მეტად კათოლიკე ხართ, უფრო მეტად ფაშისტი, თუ ორივე ერთდროულად? მაგრამ მაშინვე მივხვდი, სრულებით დავკარგე მემარჯვენე ინტელექტუალებთან კონტაქტის უნარი. არც კი ვიცოდი, როგორ მესაუბრა მათთან. მოულოდნელად შორიდან გაბმული, პეტარდების აფეთქების მსგავსი ხმები მოისმა. თქვენი აზრით, ეს რა უნდა იყოს? იკითხა ალისმა. სროლას ჰგავს. დაამატა ყოყმანით. მაშინვე დავდუმდით და შევნიშნე, რომ ეზოში საუბარი ყველამ შეწყვიტა. ისევ შრიალებდა ქარი ფოთლებში, რამდენიმე სტუმარი ფრთხილი ნაბიჯით ტოვებდა დარბაზს, სადაც მიღება იმართებოდა და ხეებისკენ მიდიოდა რაღაცის მოლოდინში. მონპელიეს უნივერსიტეტის ორმა ლექტორმა გვერდით ჩამიარა. ორივე სმარტფონი ჰქონდა ჩართული და ტელეფონები ხელში უცნაურად ეჭირათ. ეკრანები ჰორიზონტალურად იყო დაშვებული ჯადოქრის ჯოხივით. არაფერია. აღელვებულმა უჩურჩულა ერთმა მეორეს. ისევ დიდი ოცეულის შეხვედრაზე ლაპარაკობენ. თუ გონიათ, რომ საინფორმაციო არხები ამ მოვლენის შესახებ გადმოსცემენ, ძალიანაც ცდებით. გავიფიქრე. როგორც მონფერმეიში გუშინ მომხდარის შესახებ დუმს ყველა, ისე იქნება ახლაც. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარიზში აფეთქებენ. ნეიტრალური ტონით თქვა ლემპერერმა. წინადადება არ დაესრულებინა, რომ ისევ გაისმა სროლა. ამჯერად უკვე გარკვევით და ძალიან ახლოს, მერე ამას მოჰყვა აფეთქების ხმა, ოღონდ ბევრად ძლიერი. ყველა სტუმარი იქით შებრუნდა, საიდანაც ხმა მოისმა. შენობების თავზეც საშიკვამლი ავარდა, სადღაც გლიშის მოედნის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო. კარგი, ჩემი აზრით, ჩვენი პატარა შეკრება დროზე ადრე დასრულდება. უდარდელად წარმოთქვა ალისმა. მართლაც, სტუმრების უმრავლესობა დარეკვას ცდილობდა. რამდენიმე მათგანი გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ ნელ-ნელა და ფრთხილად, თითქოს სურდათ ეჩვენებინათ, რომ თავს აკონტროლებენ და მთელი მათი არსება სრულებით არ მოუცავს პანიკას. თუ გნებავთ, შეგვიძლია საუბარი ჩემთან გავაგრძელოთ. თქვა ლემპერერმა. კარდინალ მერსიეს ქუჩაზე ვცხოვრობ, აქედან ორ ნაბიჯზეა. ხვალ ლიონში ლექცია მაქვს, 6-ზე მატარებელი გადის. თქვა ალისმა. მგონი, ჩემი შინ დაბრუნების დროა. დარწმუნებული ხარ? ხო, საინტერესოა, რომ სრულებით არ მეშინია. ვუყურებდი და იმაზე ვფიქრობდი, საჭირო იყო თუ არა მისთვის წასვლა გადამეთქმევინებინა, მაგრამ უცნაური ის გახლდათ, თავადაც არაფრის მეშინოდა. მეტიც სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ არეულობა კლიშის ბულვარს არ გასცილდებოდა. ალის თავისი ტვინგო ბლანშის ქუჩის კუთხეში გაეჩერებინა. არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც ახლა აკეთებ, უსაფრთხოა. ვუთხარი მას შემდეგ, რაც გამომშვიდობების ნიშნად ვაკოცე. ასეა თუ ისე, როგორც კი შინ მიხვალ, აუცილებლად დამირეკე. სანამ მანქანას დაქოქავდა, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. გამორჩეული ქალია. თქვა ლემპერერმა.
Ახლაღა დავფიქრდი, რომ ალისზე ბევრი არაფერი ვიცოდი. კარიერული წინსვლისა და მინიჭებული საპატიო ტიტულების გარდა, ჩვენი კოლეგების ერთადერთ სასაუბრო თემად ასევე იქცა სექსუალური თავგადასავლები. მის შესახებ კი რაიმე ჩორი არასოდეს გამიგია. ჭკვიანი იყო, ელეგანტური, ლამაზი. რამდენი წლის იქნებოდა? ალბათ დაახლოებით ჩემი ასაკის. 40-45 წლის. და როგორც ჩანს, მარტო ცხოვრობდა. ცოტა ადრე აყურების ჩამოყრა. გავიფიქრე და ახლაღა გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ გუშინ საკუთარ თავს ზუსტად იგივე პერსპექტივა დავუსახე. გამორჩეული. დავამატე ენერგიულად, რათა ჩემი ნაფიქრი გამეფანტა. სროლა შეწყდა. ბალიუს ქუჩაზე შევუხვიეთ, რომელიც ახლა სრულიად ცარიელი იყო და ლემპერერს უთხარი, რომ ჩვენი საყვარელი მწერლების ეპოქაში ამოვყავით თავი. თითქმის ყველა შენობა, შესანიშნავად შემონახული, მეორე იმპერიის ან მესამე რესპუბლიკის დასაწყისის გახლდათ. მართალია, მალარმეს სამშაბათობებიც კი აქედან სულ ახლოს, რომის ქუჩაზე იმართებოდა. თქვა მან. თქვენ სად ცხოვრობთ? შუაზის ავენიუზე. ეს უფრო 1970-იანი წლებია. ლიტერატურული თვალსაზრისით ნაკლებად გამორჩეული ეპოქა. ეს ის არის, რასაც ჩაინათაუნს ეძახიან. ზუსტად, შუაგულ ჩაინათაუნში ვცხოვრობ. კარგა ხნის შემდეგ ფიქრიანად დაამატა. შესაძლოა, ეს ჭკვიანურ არჩევანად ჩაითვალოს. სწორედ მაშინ მივაღწიეთ კლიშის ქუჩის კუთხეს. გაოგნებული გავშეშდი. ჩრდილოეთით 100 მეტრის დაშორებით, კლიშის მოედანზე, ცეცხლი გიზგიზებდა დამწვარი მანქანები და დანახშირებული ავტობუსი მოჩანდა. ხანძრის შუაგულიდან კი მარშალ მონსის იმპოზანტური, შავი ქვის ქანდაკება. იკვეთებოდა. ადამიანის ჩაჩანება არ იყო. გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ სირენის დაუსრულებელი ცივილი არღვევდა. მარშალ მონსის კარიერის შესახებ თუ იცით რაიმე? სრულებით არაფერი. ნაპოლეონის ჯარისკაცი იყო. 1814 წელს რუსი თავდამსხმელებისგან კლიშის ბარიერის დაცვაში გამოიჩინა თავი. თუ პარიზში ეთნიკური დაპირისპირება დაიწყება. განაგრძობდა ლემპერერი მშვიდი ტონით საუბარს. ჩინური თემი არ ჩაერევა. და ჩაინათაუნი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კვარტალი იქნება. თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია. პასუხის ნაცვლად მხრები აიჩეჩა. სწორედ ამ დროს დავინახე ორი პოლიციელი, ღვედით მხარზე ტყვიან ფრქვევი ეკიდათ. კევლარის კომბინეზონებში გამოწყობილები მშვიდი საუბრით მიუყვებოდნენ კლიშის ქუჩას სენ ლაზარის სადგურის მიმართულებით. ჩვენთვის ზედაც არ შემოუხედავთ. ისეთი იერი აქვთ. დაბნეულობისგან სიტყვებს ვერ პოულობდი. ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ჰო! ლემპერერი შეჩერდა და ჩაფიქრებულმა ნიკაპი მოიფხანა. ხომ ხედავთ, ძალიან რთულია თქვა, რა შეიძლება მოხდეს, ან რა. არა, თუ ვინმე საწინააღმდეგოს მტკიცებას დაგიწყებთ, ის ან იდიოტია, ან მატყუარა. ჩემი აზრით, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რა მოხდება. კარგი. დაამატა მცირე ხნის ფიქრის შემდეგ. ჩემი სახლი სულ ახლოსაა. იმედი მაქვს, თქვენი კოლეგა, ალისი კარგადაა. კარდინალ ლემუანის მდუმარე და ცარიელი ქუჩა ჩიხით მთავრდებოდა, სადაც სვეტებით გარშემორტყმული შადრევანია. შადრევნის ორივე მხარეს მასიურ ჭიშკრებზე მიმაგრებული სათვალთვალო კამერები ხეებით დაფარული ეზოებისკენ მიემართათ. ლემპერერმა საჩვენებელი თითი ალუმინის პატარა ფირფიტას დააჭირა, რომელიც ბიომეტრული იდენტიფიკაციის აპარატი უნდა ყოფილიყო ჩვენ წინ მაშინვე გაიხსნა ლითონის ბადე. ეზოს სიღრმეში, ჩადრებით სანახევროდ დაფარული პატა, რა სახლი შევნიშნე, დიდრული და ელეგანტური, ტიპური მეორე იმპერიის პერიოდის არქიტექტურის ნიმუში. პირველი თანრიგის ლექტორის ხელფასი ნამდვილად ვერ მისცემდა ასეთ ადგილზე ცხოვრების საშუალებას. მაშ რა იყო მისი შემოსავლის წყარო? არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი ახალგაზრდა კოლეგა მინიმალისტური დიზაინის, სუფთა, უფრო მეტად თეთრის შემცველი დეკორის მქონე ბინაში უფრო წარმომედგინა. მისი ბინის ავეჯი სავსებით შეესატყვისებოდა შენობის სტილს, მისაღები ოთახი, აბრეშუმითა და ხავერდით შემოსილი კედლებით, სავსე იყო კომფორტული სკამებით,
ინკრუსტირებული და სადაფით მორთული ერთფეხიანი მრგვალი მაგიდებით. შაბლონური სტილის დიდი ტილო, ალბათ ბუგეროს ორიგინალი, ორნამენტებით უხვად შემკული ბუხრის თავზე ეკიდა. ბოთლისფერი ქსოვილით დაფარულ დივანზე ჩამოვჯექი და მსხლის არყის დალევაზე. დავთანხმდი. შეგვიძლია იმის გაგება ვცადოთ, რა მოხდა. შემომთავაზა, როდესაც სასმელს მისხამდა. არა, საინფორმაციო გამოშვებებში არაფერი იქნება, კარგად ვიცი. შესაძლოა CNN-მა რაიმე ახსენოს, თუ რასაკვირველია, ანტენა გაქვთ. ბოლო დღეებში ვცადე, მაგრამ CNN-ზე არაფერია. არც YouTube-ზე, ეს მოსალოდნელიც იყო. YouTube-ის არხზე ადამიანები ხანდახან ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებს დებენ, მაგრამ ეს არასანდოა, სხვა ვერაფერი ვიპოვე. არ მესმის, რატომ გადაწყვიტეს ასეთი ტოტალური დუმილი. არ მესმის, რა სურს მთავრობას. ჩემი აზრით, ეს ნათელია. მართლაც იმის ეშინიათ, რომ არჩევნები ეროვნული ფრონტის გამარჯვებით დასრულდება. ქალაქის გარეუბნებში ძალადობის ჩვენება ფრონტს კიდევ მეტ ხმებს მოუტანს. ახლაც ნეხის გაზრდას უკიდურესი მემარჯვენეები ცდილობენ. რასაკვირველია, ადგილებზე გარეუბნებში ვინც არის მეთვალყურე, არც ის ზის გულხელდაკრეფილი. მაგრამ თუ დააკვირდებით, მოვლენები მხოლოდ ბოლო თვეებში აღარ ექვემდებარება კონტროლს. ყველაფერი კი ანტიისლამური პროვოკაციით დაიწყო მეჩეთზე თავდასხმა. ქალი, რომელიც მუქარით აიძულეს, ნიქაბი მოეხადა თუ რაღაც ამგვარი. და თქვენი აზრით, ამ ყველაფრის უკან ეროვნული ფრონტი დგას. არა, ისინი თავს ვერ მისცემენ ამის უფლებას. ასეთი რაღაცები სხვაგვარად ხდება. მოდით, ასე ვთქვათ, ამისათვის სხვა ბილიკებით სვლაა საჭირო. ჩიქა გამოცალა. ორივესთვის თავიდან ჩამოასხა სასმელი და დადუმდა. ბუხრის თავზე დაკიდებულ ბუგეროს ნახატზე ბაღში 5 ქალი გამოესახათ. ზოგს თეთრი ტუნიკა ემოსა, სხვები თითქმის შიშვლები იყვნენ და კულულებიანი ბავშვი შუაში მოექციათ. შიშველი ქალებიდან ერთი მკერდს ხელებით იფარავდა. მეორეს ამის გაკეთება არ შეეძლო, იმიტომ რომ ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა. ლამაზი მკერდი ჰქონდა. მხატვარმა შესანიშნავად მოახერხა ტანსაცმლის ყველა ნაოჭის ასახვა. ნახატი დაახლოებით 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და ისეთი შორეული მომეჩვენა, რომ პირველად დანახვისას საგონებელში ჩავარდი. თუმცა დიდხანს ცქერის შემდეგ, ნელ-ნელა, თანდათანობით, შეიძლება მე-19 საუკუნის ბურჟუათა ტყავში გეგრძნოთ თავი, რედინგოტში გამოწყობილი კეთილშობილების ტყავში, რომელთათვისაც ეს ნახატი შეიქმნა. იქნებ ბერძნული შიშველი ფიგურების მსგავსი პერსონაჟების ჭვრეტისას მათსავით ეროტიკული მღელვარებაც გეგრძნოთ. მაგრამ ეს იყო დროში უკან დაბრუნების შრომატევადი და რთული მცდელობა. უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახლდათ მოპასანი, ზოლა, თვით იუისმანსიც კი. ალბათ ამაზე უნდა მესაუბრა, ლიტერატურის ამგვარ უცნაურ ძალაუფლებაზე, მაგრამ რატომღაც ისევ პოლიტიკაზე საუბარი ვარჩიე. მეტის გაგება მსურდა და მან კი მეტი იცოდა. რატომღაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფიქრობ, უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობასთან დაახლოებული იყავით. საზოგადოებაში მოტრიალე დაინტერესებული ადამიანის უზადო ტონით ვთქვი, მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობით, კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტით, რომელშიც ელეგანტური იჩნეულობაცაა შერეული. მაშინვე დათმო, უპირობოდ. დიახ, ვიცი, რომ ფაკულტეტზე ამის შესახებ ჭორები უკვე გავრცელდა. ერთხანს წლების წინ მართლაც ვიყავი უკიდურესი მემარჯვენეების წრეში, მაშინ დისერტაციაზე ვმუშაობდი. იყვნენ მემარჯვენე კათოლიკეები, მონარქისტებიც ხვდებოდნენ, ნოსტალგიით შეპყრობილები სულის სიღრმეში, რომანტიკოსები და უმეტეს შემთხვევაში ლოთები. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, მათთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე და ასე მგონია. ახლა რომ მათ შეკრებაზე მოვხვდე, ვეღარავის ვიცნობ. შეგნებულად ვდუმდი. როდესაც დუმილს არ არღვევ, თანამოსაუბრეს პირდაპირ თვალებში უყურებ, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნი, თითქოს მის თითოეულ სიტყვას ხარბად ყლაპავ, ადამიანები როგორც წესი ლაპარაკობენ. ადამიანებს უყვართ, როდესაც უსმენენ. ეს იცის ყველამ, ვინც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებს. ამავე დროს, ყველა მწერალმა, ყველა ჯაშუშმა. იცით, წამოიწყო მან. უკიდურესი მემარჯვენეების ბლოკი სინამდვილეში ბლოკის გარდა ყველაფერია. მისი უთვალავი ფრაქცია ერთმანეთს ცუდად ეწყობა და ცუდად უგებს.
ხოლო კათოლიკეები და სოლიდარისტები მესამე გზას ეკუთვნიან. არიან ასევე მონარქისტები, ახალი წარმართები, ანუ უკიდურესი მემარცხენეებიდან გადმოსული სულით ხორცამდე სეკულარიზმის მომხრეები. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ევროპელი აბორიგენების ჩამოყალიბების შემდეგ. ისინი შთააგონა რესპუბლიკის აბორიგენებმა. ზუსტად მისი საპირისპირო რამ სურდათ შეექმნათ და წარმატებით მოახერხეს უმთავრესი, გამაერთიანებელი გზავნილის გავრცელება. ჩვენ ვართ ევროპის აბორიგენები. ამ მიწის პირველი მფლობელები და ვეწინააღმდეგებით ისლამურ კოლონიზაციას. ასევე ვეწინააღმდეგებით ამერიკულ ფირმებს და ჩვენი სიმდიდრის შესყიდვას ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ასე შემდეგ. მოსული კაპიტალისტების მიერ. ისინი ჯერონიმოს, კოჩისის მჯდომარე ხარის გამონათქვამებს იმეორებდნენ. ეს ყველაფერი მოხერხებულად ხდებოდა. ვებგვერდი გრაფიკული თვალსაზრისით განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურებოდა შთამბეჭდავი ანიმაციებით, რამაც მათი რიგები მაშინვე ახალი ხალხით, ახალგაზრდებით აავსო. მართლა მიგაჩნიათ, რომ მათ სამოქალაქო ომის გაჩაღება სურთ. ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ინტერნეტში გავრცელებულ ერთ ტექსტს გაჩვენებთ. წამოდგა და გვერდით ოთახში გავიდა. მას შემდეგ, რაც მის ბინაში შემოვედით, სროლის ხმა აღარ გაგვიგია, მაგრამ დარწმუნებული არც ვიყავი. აქამდე მოაღწევდა თუ არა, ჩიხი მეტისმეტად მოშორებული და მშვიდი ადგილი გახლდათ. დაბრუნდა და აკინძული გვერდების დასტა გამომიწოდა. წვრილი შრიფტით აკრეფილი ტექსტებით. დოკუმენტს მართლაც აშკარა სათაური ჰქონდა სამოქალაქო ომის მომზადება. ასეთი ტექსტი ბევრია, მაგრამ აქ მეტნაკლებად დამაჯერებელი სტატისტიკური მონაცემებია. ციფრი ბევრია, იმიტომ რომ ევროკავშირის 22-ვე ქვეყანას მიმოიხილავენ, თუმცა დასკვნები ყველა შემთხვევაში ერთნაირია. მათი თეზისი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ტრანსცენდენტურობა სელექციური უპირატესობაა. წყვილები, რომლებიც საღვთო წიგნების მქონე სამი რელიგიიდან ერთ-ერთი აღმსარებლები არიან, იცავენ პატრიარქალურ ღირებულებებს, მეტი შვილები ჰყავთ, ვიდრე ათეისტებს ან აგნოსტიკოსებს. ქალების განათლების დონე დაბალია. ჰედონიზმი და ინდივიდუალიზმი ასევე ნაკლებადაა ფეხმოკიდებული. ტრანსცენდენტურობა ასევე, ფართო თვალსაზრისით, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით გადაეცემა. რელიგიაზე მოქცევა, ან ოჯახური ღირებულებების უარყოფა მხოლოდ მარგინალური მნიშვნელობისაა. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები იმ მეტაფიზიკური სისტემის ერთგულები რჩებიან, რომელშიც გაიზარდნენ. სეკულარულ თანაცხოვრებაზე დაფუძნებული ათეისტური კაცობრიობა ხანმოკლე, წარუმატებელი არსებობისთვისაა განწირული. სწრაფად გაიზრდება მონოთეისტი მოსახლეობის რიცხვი, განსაკუთრებით კი მუსლიმებისა. იმიგრაციაც რომ არ ჩავთვალოთ, რაც კიდევ უფრო ხაზგასმით. წარმოაჩენს ვითარებას. ევროპელი უკიდურესი მემარჯვენეებისთვის დღესავით ნათელია, რომ მუსლიმებსა და ევროპის დანარჩენ მოსახლეობას შორის ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს სამოქალაქო ომი. ამიტომ მიიჩნევენ, რომ თუ ამ ომში გამარჯვება სურთ, უმჯობესია, ის რაც შეიძლება ადრე დაიწყოს. თუ ჰიპოთეზას დაუჯერებთ, 2050 წლამდე და საუკეთესო შემთხვევაში უფრო ადრეც. ეს ლოგიკური ჩანს. დიახ, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მათი პოზიცია სავსებით სამართლიანია. ახლა ისხაა გასარკვევი. ამჟამად გადაწყვიტეს თუ არა მოქმედებაზე გადასვლა. და თუ ასეა, რომელ ქვეყნებში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია მუსლიმთა მიმართ არატოლერანტობა. საფრანგეთი მაინც გამორჩეული სახელმწიფოა, უპირველეს ყოვლისა თავისი არმიის გამო. ფრანგული არმია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბიუჯეტის მუდმივი სეკვესტრის მიუხედავად, ყველა მთავრობისთვის პრიორიტეტულად რჩებოდა არმიის შენახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი აჯანყების მსგავსი გამოსვლა წარმატებას არ მოიტანს, თუ მთავრობა გადაწყვეტს საქმეში არმია ჩარიოს. შესაბამისად, სტრატეგიაც განსხვავებულია. ესე იგი, სამხედროების კარიერა, როგორც წესი, ხანმოკლეა. დღეისათვის საფრანგეთის არმიაში, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებში ერთად აღებული 320,000 კაცი მსახურობს, თუ ჟანდარმერიასაც მივათვლით. წლის განმავლობაში რეკრუტირება ეხება 20,000 კაცს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 15 წელიწადში საფრანგეთის არმიის პირადი შემადგენლობა მთლიანად გადახალისდება.
თუ უკიდურესი მემარჯვენეების მომხრე ახალგაზრდები. რეკრუტირება კი სწორედ მათ ეხებათ. მასობრივად მოითხოვენ გაწვევას. მცირე ხანში ისინი არმიაზე იდეოლოგიურ კონტროლს დაამყარებენ. მოძრაობის პოლიტიკური ფრთა დასაწყისიდანვე ამ იდეას უჭერდა მხარს. და სწორედ ამან გამოიწვია განხეთქილება სამხედრო ფრთასთან, რომელიც შეიარაღებული ბრძოლის გზით კონტროლის დაუყოვნებლივ დამყარების მომხრეა. ჩემი აზრით, პოლიტიკური ფრთა თავის პოზიციას შეინარჩუნებს და მოვლენებზე კონტროლს ხელიდან არ გაუშვებს, ხოლო სამხედრო ფრთის მოსაზრება მხოლოდ დამნაშავეთა წრიდან გამოსულ და იარაღით მოხიბლულ მარგინალებს მიიზიდავს. მაგრამ მდგომარეობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. განსაკუთრებით ეს სკანდინავიას ეხება. მულტიკულტურაზე დაფუძნებული იდეოლოგია სკანდინავიაში იმაზე მეტად განიცდის ზეწოლას, ვიდრე საფრანგეთში. ერთ მხარეს არიან უკიდურესი მემარჯვენეები, მრავალრიცხოვანი და ბრძოლებში გამობრძმედილები. მეორე მხარეს კი არმია, რომლის რიცხობრივი შემადგენლობა უმნიშვნელოა და სერიოზული აჯანყების შემთხვევაში ის ალბათ წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებს. დიახ, თუ მომავალში ევროპაში აჯანყება უნდა დაიწყოს, მისი დასაბამი ალბათ სწორედ ნორვეგიაში ან დანიაში იქნება. ბელგია და ჰოლანდიაც პოტენციურად მეტად არასტაბილური ზონებია. ღამის 2 საათზე უკვე ყველაფერი ჩაწყნარებული ჩანდა და ტაქსი იოლად დავიჭირე. ლემპერერს მისი მსხლის არაყი შეუქე და ბოთლი თითქმის დავცალეთ. რასაკვირველია, დანარჩენების მსგავსად, უკვე ათეული წლებია მესმის ამ თემებზე საუბარი. გამოთქმა, ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოხდეს, რომელსაც ხან მეფე ლუი მე-15-ს მიაწერენ, ხანაც მის საყვარელს, მადამ დე პომპადურს, შესანიშნავად გამოხატავდა ჩემს განწყობას, მაგრამ ახლა პირველად გამიელვა ასეთმა აზრმა. სიმართლე ითქვას, წარღვნა შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე მომხდარიყო, ვიდრე მე გავფშეგდი ფეხებს. რასაკვირველია, სრულებით არ მქონია ცხოვრების ბედნიერი დასასრულის ილუზია. არც იმის იმედი მქონდა, რომ გლოვა, უსამართლობა და ტანჯვა ამ ცხოვრებაში გვერდს ამივლიდა, მაგრამ იმას მაინც ვიმედოვნებდი, რომ განსაკუთრებული ძალადობის გარეშე გამოვემშვიდობებოდი ამ ქვეყანას. ლემპერერი პანიკიორი იყო. სამწუხაროდ, ასე არ ვფიქრობდი. ამ ბიჭმა საკმაოდ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. მეორე დილით YouTube-ის არხზე ვეძებე, მაგრამ კლიშის მოედანზე მომხდარის შესახებ ვერაფერი აღმოვაჩინე. სამაგიეროდ, წავაწყდი საზარელ ვიდეოს, რომელიც თავისთავად ძალადობის ელემენტებს არ შეიცავდა. ლათინურივის მწყობრით მომავალი 15-ოდე ტიპი, მთლიანად შავებში ჩაცმულები, ნიღბებით, კაპიუშონებით, ტყვიან ფრქვევებით შეიარაღებულები ნელა მიაბიჯებდნენ ქალაქის შუაგულში. თუ გარემოს მიხედვით ვიმსჯელებთ, არჟანტეი უნდა ყოფილიყო. რასაკვირველია, ეს არ გახლდათ ტელეფონით გადაღებული ვიდეო. შესანიშნავი გამოსახულებისთვის მოძრაობის შენელების ეფექტიც დაემატებინათ. შთამბეჭდავი ვიდეო, ოდნავ ქვემოდან ზემოთ გადაღებული პერსპექტივით. მას მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, მავანთა იქ ყოფნა დაედასტურებინა. ეთნიკური კონფლიქტის შემთხვევაში, ვიცი, ავტომატურად თეთრკანიანების ბანაკში აღმოჩნდებოდი და საყიდლებზე გასული ცხოვრებაში პირველად ჩინელების მადლიერი ვიყავი, რომ თავიდანვე ხელი შეუშალეს უბანში შავკანიანებისა თუ არაბების შემოსვლას. ზოგადად, ყველა არაჩინელის, გამონაკლის რამდენიმე ვიეტნამელი წარმოადგენდა. თუ საქმე ძალიან ცუდად წავიდოდა, მცირე ხნით თავის გარიდებაზე უნდა მეფიქრა. მამაჩემი ეკრენის მასივში აგებულ შალეში ცხოვრობდა. ახლახან ახალი კომპანიონი ქალბატონიც შეუერთდა. დედაჩემი თავის დეპრესიას ნევერში ებრძოდა და თანამოსაუბრედ მხოლოდ ფრანგული ბულდოგი ჰყავდა. აცლეულებია, არ შემხმიანებიან. ორივენი ბეიბი-ბუმის ეპოქის პირმშოები იყვნენ. ულმობელი ეგოიზმის ნიმუშებს წარმოადგენდნენ და არავითარი საფუძველი არ მქონდა მეფიქრა, რომ ჩემს ჩასვლას რომელიმე მშობელი გულღიად შეხვდებოდა. ხანდახან გამიელვებდა აზრი, მოვახერხებდი თუ ვერა სიკვდილამდე მათ ნახვას, მაგრამ პასუხი ყოველთვის უარყოფითი გახლდათ და არა მგონია სამოქალაქო ომს ამ თვალსაზრისით რაიმე გამოესწორებინა. აუცილებლად იპოვიდნენ საბაბს, რათა ჩემს შეფარებაზე უარი ეთქვათ. ორაზროვანი პასუხები არ სჩვეოდათ. მეგობრებიც მყავდა, რამდენიმე ადამიანი, თუ შეიძლება მათი ამ სახელით მოხსენიება, მაგრამ კონტაქტი ყველასთან დავკარგე. იყო ალისიც, დარწმუნებით შემეძლო ალისი მეგობართა რიცხვში ჩამეთვალა.
მოკლედ, მირიამთან ჩემი განშორების შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი. კვირა, 15 მაისი. ყოველთვის მიყვარდა საპრეზიდენტო არჩევნების საღამო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ თამაშებს თუ არ ჩავთვლით. არჩევნების საღამოს საინფორმაციო გამოშვება ჩემი საყვარელი სატელევიზიო პროგრამა გახლდათ. სიმძაფრე, რა თქმა უნდა, ნაკლებია. არჩევნები ემორჩილება ისტორიის იმ განსაკუთრებულ ნარატიულ მექანიზმს, რომლის თანახმად პირველივე წუთებიდან ცნობილია, როგორ გაიხსნება კვანძი. მაგრამ საქმეში ჩართულთა უკიდურესი მრავალფეროვნება, ზოგადად მონაწილეთა მღელვარება იშვიათ, ძვირფას მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მართლაც ისტორიული მოვლენის უშუალო მონაწილე ხარ. კარგი გაკვეთილი მივიღე წინა დებატებზე, რომელიც თითქმის გამოვტოვე ჩემი მიკროტალღური ღუმლის წყალობით. ამიტომ ამ საღამოსთვის ვიყიდეთ არამა. 18 ჰუმუსი, 19 ბლინი და ხიზილალა. გუშინ 2 ბოთლი რიული გასაგრილებლად ჩაუდგი. როგორც კი დავით ბიუჟადასი 19 საათსა და 50 წუთზე ეთერში გამოჩნდა, მივხვდი, რომ არჩევნების საღამო ისეთივე მოლოდინით იქნებოდა ახსავსე, როგორითაც ახალი მარკის ღვინის გამოშვება და რომ წინ გამორჩეული სატელევიზიო საღამო მელოდა. ბიუჟადასი რასაკვირველია, უზადო პროფესიონალად რჩებოდა, მაგრამ მისი გამოხედვა ეჭვს არტოვებდა, შედეგები, რომლებიც მან უკვე იცოდა და 10 წუთში მათი გამოცხადების უფლებას მიიღებდა, არნახულ მოულოდნელობას წარმოადგენდა. საფრანგეთის პოლიტიკური პეიზაჟი ძირფესვიანად შეიცვალა. ეს მიწისძვრაა, გამოაცხადა მან, როგორც კი ეკრანზე პირველი მონაცემები გაჩნდა. ეროვნულმა ფრონტმა ხმათა 34.1%-ით შორს ჩამოიტოვა კონკურენტები. ეს თითქმის ნორმალური გახლდათ. ამაზე უკვე მრავალი თვეა უამრავი გამოკითხვა მეტყველებდა. საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირებში მემარჯვენე კანდიდატმა სულ მცირედით გააუმჯობესა საკუთარი შედეგი. მაგრამ მას მოსდევდა სოციალისტური პარტიის კანდიდატი 21.8%-ით და მუსლიმური ძმობის წარმომადგენელი 21.7%-ით. მათ შორის ხმების ისეთი მცირე სხვაობა იყო, რომ მას შემდეგ, რაც თანდათან ცნობილი გახდებოდა დიდი ქალაქებისა და პარიზის შედეგები, მდგომარეობა რამდენჯერმე შეიცვლებოდა. მემარჯვენეების კანდიდატი 12.1%-ით საპრეზიდენტო რბოლის მიღმა დარჩა. ჟან-ფრანსუა კოპე ეკრანზე მხოლოდ 21 საათსა და 50 წუთზე გამოჩნდა. ფერმკრთალი, ცუდად გაპარსული, გვერდზე მოქცეული ჰალსტუხით, ბოლო საათების განმავლობაში დაკითხვაზე მყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გულისმომკვლელი თავმდაბლობით წარმოთქვა, რომ ეს იყო მარცხი, უზარმაზარი მარცხი, რომლისთვისაც სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. თუმცა, როგორც ლიონელ ჟოსპენი 2002 წლის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებდა. რაც შეეხება მეორე ტურის შედეგების წინასწარმეტყველებას, არაფერი უთქვამს. კავშირის სახალხო მოძრაობისთვის პოლიტიკური ბიურო გადაწყვეტილების მისაღებად 1 კვირის შემდეგ შეიკრიბებოდა. 22 საათზე 2 კანდიდატის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული. უკანასკნელი მონაცემები აბსოლუტურად იდენტური ვარაუდის საფუძველს იძლეოდა. ამიტომაც სოციალისტი კანდიდატი, გასაგები მიზეზის გამო, განცხადებით გამოსვლას თავს არიდებდა. ნუ თუ 2 პოლიტიკური პარტია, რომელიც მეხუთე რესპუბლიკის დაარსების დღიდან ამინს ქმნიდა, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა? ჰიპოთეზა იმდენად განსაცვიფრებელი გახლდათ, რომ ეთერში ერთი მეორის მიყოლებით მიწვეულ კომენტატორებს დავით ბიუჟადასის ჩათვლით, რომელსაც ისლამის მიმართ სიმპათიას ვერავინ დასწამებს. თანაც ამბობენ, რომ საკმაოდ ახლოს არის მანუელ ვალსთან თითქოს სულის სიღრმეში, სწორედ ეს სურდათ. ამ საარჩევნო საღამო სატელევიზიო ეთერის ნამდვილი მეფე კრისტოფ ბარბიე გახდა, რომელიც ხელსახვევის ფრიალით ღამის პირველ საათამდე ისეთი სისწრაფით გადადიოდა არხიდან არხზე, რომ ყველგამყოფი შთაბეჭდილებას ტოვებდა და აშკარად დაჯაბნა არაფრის მთქმელი და პირქუში რენოდელი, რომლის ჟურნალმაც ასეთი შედეგი ვერ იწინასწარმეტყველა, ასევე ჩვეულებრივ უფრო ბრძოლისუნარიანი იუთრიარი. შუაღამეს ცოტათი გადაცილებული იყო. რიულის მეორე ბოთლს ვამთავრებდი, როდესაც საბოლოო შედეგებიც გამოცხადდა. მუჰამად ბენ აბესი, ისლამური ფედერაციის კანდიდატი ხმების 22.3%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო სოციალისტური პარტიის კანდიდატი ხმების 21.9%-ით საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. მანუელ ვალსი მოკლე განცხადებით გამოვიდა. მეტად თავდაჭერილი იყო, მიესალმა ორივე კანდიდატს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პარტიის მთავარი კომიტეტის შეკრებაზე მიიღებდნენ. ოთხშაბათი, 18 მაისი.
უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად მისულს პირველად გამიჩნდა გრძნობა, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ბავშვობიდან ვიზრდებოდი და შეჩვეული ვიყავი და რომელიც კარგა ხანია შესამჩნევად დაიბზარა, ახლა შეიძლებოდა ხელის ერთი მოსმით განადგურებულიყო. ზუსტად არ ვიცი, რამ შემიქმნა ასეთი შთაბეჭდილება. შესაძლოა ჩემმა მაგისტრანტმა სტუდენტებმა, მათი ამორფულობისა და დეპოლიტიზირებულობის მიუხედავად, ამ დღეს დაძაბულები, შეშინებულები, სმარტფონებითა და სენსორული ტაბლეტებით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. ყოველ შემთხვევაში, სხვა დროს ჩემს ლექციაზე ასეთი უყურადღებოები არ ყოფილან. შესაძლოა, ამის მიზეზი აგრეთვე იყო ბურკაში გამოწყობილი სამი სტუდენტი გოგონა, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო ნელა და მტკიცე ნაბიჯით მოდიოდნენ დერეფნის შუაგულში და კედლებს არ ეკვროდნენ. თითქოს უკვე ისინი იყვნენ აქაურობის ბატონპატრონები. საპირისპიროდ, გამაოცა ჩემი კოლეგების მოდუნებულობამ. მათთვის პრობლემა არ არსებობდა, თითქოს ეს ყველაფერი მათ არ ეხებოდა, რამაც კიდევ უფრო გამიმყარა მრავალი წლის წინ ჩამოყალიბებული მოსაზრება. იმათ, ვინც უნივერსიტეტში ასწავლის, ვერც კი წარმოუდგენია პოლიტიკურ ევოლუციას მათ კარიერაზე გავლენის მოხდენა თუ შეუძლია. საკუთარი თავი ხელშეუხებლებად მიაჩნიათ. დღის ბოლოს, როდესაც მეტრომდე მისასვლელად სანტელის ქუჩაზე შევუხვიე, მარი ფრანსუაზი შევამჩნიე. სწრაფად მივდიოდი, თითქმის გავრბოდი, რომ დავწეოდი. როცა გავუსწორდი, სწრაფად მისალმების შემდეგ მოურიდებლად ვკითხე. შენი აზრით, ჩვენი კოლეგები სწორად იქცევიან. ასეთ სიმშვიდეს რომ ინარჩუნებენ? მართლაც არაფერი ემუქრებათ. წამოიძახა და თავისი ჯუჯის მსგავსი სახე დამანჯა, რაც კიდევ უფრო აუშნოებდა. მერე ჟიტანი გააბოლა, მაინტერესებდა, ამ დაწყევლილ ფაკულტეტზე ვინმე თუ გამოფხიზლდებოდა. არა, სრულებით არ არიან უსაფრთხოდ, შეგიძლია სიტყვაზე მენდო. და მაქვს კიდეც ამის თქმის საფუძველი. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ ამიხსნიდა. ჩემი ქმარი შიდა დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში მუშაობს. გაოგნებულმა შევხედე. იმათი წლის განმავლობაში, რაც მას სამსახურში ხვდებოდი, პირველად გავაცნობიერე, რომ ქალია და რა კი ქალი იყო. ერთ დღესაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო მამაკაცი, რომელიც ამჯმუხი და ტანდაბალი, თითქმის წყალხმელეთა ცხოველის მსგავსი არსებისადმი ლტოლვას იგრძნობდა. საბედნიეროდ, ჩემი გამომეტყველება ფეხებზე ეკიდა. ვიცი, თქვა კმაყოფილმა. ამას რომ ვამბობ, ყოველთვის უკვირთ. ასეა თუ ისე, ხომ იცი, რასაც ნიშნავს შიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველო? საიდუმლო სამსახურია. ტერიტორიების თვალთვალის დირექტორია. ტერიტორიების თვალთვალის დირექტორიატი აღარ არსებობს. ის ზოგადი დაზვერვის ცენტრალურ დირექტორატს შეუერთდა და ასე შეიქმნა შიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველო. შენი ქმარი ჯაშუშის მაგვარია. არა, ჯაშუშები უფრო საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ხალხია და ეს სამსახური თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. შიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველო კი შინაგან საქმეთა სამინისტროს. აბა, რა არის პოლიტიკური პოლიცია? ისევ გაიღიმა, ამჯერად უფრო თავშეკავებულად, რაც ნაკლებად ამახინჯებდა. ოფიციალური თვალსაზრისით, ამ ტერმინს არ ცნობენ, მაგრამ საქმით, ცოტათი ეს არის. ექსტრემისტულ მოძრაობებს უთვალთვალებენ. იმათ, ვინც შეიძლება ტერორიზმისკენ გადაიხაროს. ეს მათი უმთავრესი საქმიანობაა. შეგიძლია შემოგვიარო ერთი ჭიქის დასალევად. ჩემი ქმარი ყველაფერს აგიხსნის. ყოველ შემთხვევაში, იმას აგიხსნის, რის უფლებაც აქვს. ყველაფერი მეც არ ვიცი, ვითარებიდან გამომდინარე. დაუსრულებლად იცვლება რაღაცები. მაგრამ ძირეული ცვლილებები ნამდვილად მოსალოდნელია და ისინი ჩვენს ფაკულტეტსაც შეეხება. ვერმენუზის სკვერთან, სანზიედან 5 წუთის სავალ მანძილზე ცხოვრობდნენ. მისი ქმარი სრულებით არ ჰგავდა სპეცსამსახურის თანამშრომელს, ყოველ შემთხვევაში ისეც, როგორიც მე წარმომედგინა. და როგორი წარმომედგინა? ალბათ კორსიკელის მსგავსი, მაწანწალისა და აპერიტივის გამყიდველის ნაჯვარი. მოღიმარსა და აკურატულს მოპრიალებული თავის ქალით, რომელზეც სინათლე ირეკლებოდა, საშინაო, შოტლანდიური ორნამენტით შემკული სამოსი ეცვა, მაგრამ წარმოვიდგინე, სამუშაო საათებში როგორ ეკეთა ბაფთა ჰალსტუხი, შესაძლოა ჟილეტიც ეცვა.
რაღაცნაირი, ძველმოდური ელეგანტურობით გამოირჩეოდა და იშვიათი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებად ამიტოვა. შესაძლოა ულმის ქუჩის ყოფილი მოწაფეებიდან ერთადერთი გახლდათ, რომელმაც დიპლომის მიღების შემდეგ პოლიციის უმაღლესი ეროვნული სკოლის კონკურსი გაიარა. პირდაპირ კომისრის თანამდებობა მივიღე, მითხრა და პორტო დამისხა და მაშინვე დაზვერვის დეპარტამენტში ვითხოვე დანიშნა. ეს ჩემთვის ერთგვარი მოწოდება იყო. დაამატა მორცხვი ღიმილით, თითქოს საიდუმლო სამსახურისადმი მისი ლტოლვა მხოლოდ და მხოლოდ უცოდველი მანია გახლდათ. კარგა ხანს დუმდა, პორტოს ერთი ყლუპი მოსვა, მერე მეორე, სანამ საუბარს გააგრძელებდა. სოციალისტურ პარტიასა და მუსლიმურ ძმობას შორის მოლაპარაკებები იმაზე რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ივარაუდებოდა. თუმცა მუსლიმები მზად არიან, სამინისტროთა ნახევარზე მეტი მემარცხენეებს დაუთმონ მათ შორის, ისეთი საკვანძო სამინისტროები, როგორიცაა ფინანსთა და შინაგან საქმეთა. წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკაზე, არც ფისკალურ პოლიტიკაზე. სხვათა შორის, არც უსაფრთხოების გაეგებათ რაიმე, მაგრამ, მათი სოციალისტი კოლეგებისგან განსხვავებით, ქალაქებში წესრიგის დამყარების უზრუნველყოფის საშუალებები აქვთ. არსებობს გარკვეული უთანხმოებები საგარეო პოლიტიკის სფეროში. მათ სურთ საფრანგეთმა უფრო მკაცრად დაგმოს ისრაელი. თუმცა მემარცხენე ფრთა მათ ამ სურვილს უპრობლემოდ შეასრულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი საფრთხე განათლების სისტემაა. განათლებისადმი ინტერესი სოციალისტებს უძველესი დროიდან მოსდგამთ და მასწავლებლებიც ის ადამიანები არიან, რომლებსაც სოციალისტური პარტია არასოდეს დაუტოვებიათ, მზად არიან მას საფლავშიც კი ჩაჰყვნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მათი თანამოსაუბრე უფრო მოტივირებულია და უკან დახევას არ აპირებს, არაფრის სანაცვლოდ. როგორც მოგეხსენებათ, მუსლიმური ძმობა სპეციფიკური პარტიაა. ბევრი პოლიტიკური გამოწვევა მათთვის უბრალოდ სულ ერთია. განსაკუთრებით, ყველაფრის ცენტრში ეკონომიკის დაყენება მართებულად არ მიაჩნიათ. მათთვის მთავარი დემოგრაფია და განათლებაა. მოსახლეობა, რომელიც შობადობის კარგი მაჩვენებლით გამოირჩევა და საკუთარი ღირებულებების ახალი თაობებისთვის გადაცემას ახერხებს, იმარჯვებს. მათი აზრით, ეს ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ეკონომიკას და გეოპოლიტიკას რაც შეეხება, მხოლოდ თვალში შეღრილი ნაცარია და მეტი არაფერი. ის, ვინც აკონტროლებს ბავშვებს, აკონტროლებს მომავალს. ამიტომ უმთავრესი საკითხი, რომლის თაობაზეც მათი პრეტენზია უნდა დაკმაყოფილდეს, ბავშვების განათლების საკითხია. და რა სურთ? მუსლიმური ძმობის აზრით, ყოველმა ფრანგმა ბავშვმა სკოლაში შესვლიდან მის დასრულებამდე ისლამური განათლება უნდა მიიღოს. და ისლამური განათლება, როგორც მოგეხსენებათ, ძირეულად განსხვავდება სეკულარული განათლებისგან. უპირველეს ყოვლისა, ის არავითარ შემთხვევაში არ უშვებს შერეულ კლასებს. მხოლოდ ზოგიერთი ფილიალი მიიღებს გოგონებს. ძირითადად მათ სურთ, გოგონები დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ ისეთ სკოლებში შევიდნენ, სადაც ოჯახის გაძღოლას და საოჯახო საქმეებს ასწავლიან, და რაც შეიძლება ადრე უნდა გათხოვდნენ, მხოლოდ ძალიან ცოტას ექნება უფლება გათხოვებამდე შეისწავლოს ლიტერატურა ან ხელოვნება. ასეთია მათი იდეალური საზოგადოების მოდელი. გარდა ამისა, ყველა მასწავლებელმა ისლამი უნდა მიიღოს. განსაკუთრებით მიაქცევენ ყურადღებას სკოლებში დღეში 5-ჯერ ლოცვის წესის დაცვას, სასადილოებში შესაბამისი საკვების შერჩევას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასწავლო პროგრამა ყურანის სწავლებათა შესაბამისად უნდა გადაკეთდეს. თქვენი აზრით, მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს. სხვა არჩევანი არ აქვთ. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, არჩევნებში ეროვნული ფრონტი უეჭველად იმარჯვებს. თუ შეთანხმდნენ, კიდევ აქვთ შანსი. ალბათ თქვენც ნახეთ გამოკითხვების შედეგები. კოპემ კიდეც რომ გამოაცხადოს, თითქოს თავად მონაწილეობისგან თავს იკავებს, კავშირი სახალხო. მოძრაობისთვის ამომრჩევლის 85% მაინც არ გადავა ეროვნული ფრონტის მომხრეთა ბანაკში. ძალიან მცირე იქნება ხმებს შორის განსხვავება. თითქმის 50-50-ზე. არა, განაგრძომან, ერთადერთი გამოსავალი რჩებათ, სასკოლო განათლების სისტემის ორად გაყოფა უნდა დაიწყონ. რაც შეეხება პოლიგამიას, შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რაც შესაძლოა მოდელად გამოიყენონ. სეკულარული ქორწინება, ორპიროვნებას,
ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი უცვლელი. რჩება. იარსებებს ისლამური ქორწინებაც, აუცილებელ შემთხვევებში პოლიგამიურიც, მაგრამ სამოქალაქო მდგომარეობის თვალსაზრისით ეს არსად აისახება. თუმცა კანონიერად ჩაითვლება და შესაბამისი შედეგები ექნება სოციალური დაზღვევისა და ფინანსური სამსახურების კუთხით. დარწმუნებული ხართ. ეს ხომ უზარმაზარი. აბსოლუტურად. შეთანხმების პირობებშიცაა ჩაწერილი. გარდა ამისა, შესანიშნავად შეესატყვისება უმცირესობის შარიათის თეორიას, რომელსაც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერენ მუსლიმი ძმები. განათლების შემთხვევაშიც იგივე მოხდება. სეკულარული სკოლა უცვლელი დარჩება, ყველასთვის ღია, მაგრამ სულ უფრო ნაკლები ბიუჯეტით. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი სულ მცირე, სამად გაიყოფა და მასწავლებლებს ამ შემთხვევაში გადასარჩენი არაფერი ექნებათ. იმიტომ რომ მოცემულ ეკონომიკურ პირობებში ბიუჯეტი აუცილებლად დიდი კონსენსუსის საფუძველზე შეიკვეცება. შემდეგ პარალელურად კერძო ისლამური სკოლების ჩამოყალიბება დაიწყება. მათი გაცემული დოკუმენტები ჩვეულებრივი დიპლომის სტატუსს მიიღებს და მათ ექნებათ კერძო პირებისგან დაფინანსების მიღების საშუალება. რასაკვირველია, ძალიან მალე ჩვეულებრივი სკოლა განზე დარჩება და საკუთარი შვილის მომავალზე მზრუნველი ყველა გონიერი მშობელი მას ისლამურ კერძო სკოლაში ჩაწერს. იგივე იქნება უნივერსიტეტის შემთხვევაშიც. საუბარში მისი მეუღლე ჩაერია. კერძოდ სორბონის, რომელზეც ამდენი ხანია ოცნებობენ. საუდის არაბეთი მზადაა, თითქმის ულიმიტო დაფინანსება გაიღოს მსოფლიოს უმდიდრესი უნივერსიტეტი გავხდებით. და რედიჟეს თავმჯდომარედ აირჩევენ. გამახსენდა ჩვენი ბოლო საუბარი. ხო, რასაკვირველია, ეს თავისთავად ცხადია მისი პროისლამური პოზიცია არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 20 წელი ასია. გონი, ისლამი მიიღო კიდეც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩაურთო ქმარმა. ერთი ყლუპით დავცალე ჩიქა, კიდევ დამისხა. მართლაც მჭირდებოდა სასმელი. ფიქრობ, ეს ყველაფერი საიდუმლოა. ვუთხარი მცირე ხნის ფიქრის შემდეგ. არ მესმის, რამ გიბიძგათ, ჩემთვის მოგეყოლათ. სხვა დროს, რასაკვირველია, არაფერს ვიტყოდი. მაგრამ ახლა, ყველაფერმა უკვე გაჟონა. და ამ მომენტში ჩვენი მთავარი თავსატეხი სწორედ ეს არის. ყველაფერი, რაც ახლა მოგიყევით, და უფრო მეტიც კი, შეგიძლიათ უკიდურესი მემარჯვენეების მომხრეთა ბლოგებში წაიკითხოთ. იმათი, ვის რიგებშიც მოვახერხეთ შეღწევა, თავი დაეჭვებულმა გადააქნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე საიდუმლო ოთახებში მოსასმენი აპარატურა რომ დაამონტაჟოთ, ამაზე მეც მაინც ვერაფერს გაიგებთ. და ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად ბომბია, არავის არაფერში. არგია. არ არსებობს პრესისთვის განკუთვნილი არც ერთი კომუნიკე, არც ერთი განმარტება მოსახლეობისთვის. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავის დროს ელოდებიან. ეს გაუგონარი მდგომარეობაა და ძალიან მომაბეზრებელიც. ცადე, მეტი გამეგო უკიდურესი მემარჯვენეების შესახებ, მაგრამ აშკარად ჩაიკეტა. გავუმხილე, რომ ფაკულტეტზე კოლეგა მყავდა, რომელიც ადრე მათ რიგებში იყო, მერე კი იმ ხალხთან კონტაქტი შეწყვიტა. ჰო, ყველა ასე ამბობს. ჩაიცინა სარკასტულად. როდესაც ვკითხე, შეიძლება თუ არა ასეთ ჯგუფებს იარაღი ჰქონდეთ მეთქი, სასმლის მოწრუპით დაკმაყოფილდა, მერე ჩაიბუზღუნა. ჰო, ხმები გავრცელდა რუსი მილიარდერებისგან დაფინანსების მიღების თაობაზე. მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურდა. მერე კი სულ დადუმდა. მცირე ხნის შემდეგ გამოვემშვიდობე და წამოვედი. ხუთშაბათი, 19 მაისი. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი, თუმცა საქმე არაფერი მქონდა და ლემპერერის ნომერი ავკრიფე. ჩემი გამოთვლით, ლექცია 1 საათის წინ უნდა დაესრულებინა მართლაც მიპასუხა. ერთი ჩიქის დასალევად შეხვედრა შევთავაზე. უნივერსიტეტის სიახლოვეს განლაგებული კაფეები არ მოსწონდა. ამიტომ კონტრესკარპის მოედანზე, დელმაში შეხვედრა შემომთავაზა. მუფტარის ქუჩას მიუყვებოდი და მარი ფრანსუაზის ქმრის ნათქვამზე ვფიქრობდი. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ იცოდა თუ არა იმაზე მეტი, რაც უკვე მითხრა, იყო თუ არა კიდევ ჩართული უკიდურესი მემარჯვენეების მოძრაობაში. ტყავის კლუბური სავარძლებით, მუქი ფერის პარკეტითა და წითელი ფარდებით დელმა მის გემოვნებას შეესატყვისებოდა.
არასოდეს მივიდოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფე კონტრესკარფში, მისი გამაღიზიანებელი წიგნის თაროებით. კარგი გემოვნება ჰქონდა. შამპანური შეუკვეთა, მე ჩამოსასხმელი ლუდი ლეფი და უეცრად ჩემში თითქოს რაღაც ჩატყდა. ერთი ხელის მოსმით მომაბეზრა თავის საკუთარმა გამჭრიახობამ და თავშეკავებულობამ, ამიტომაც პირდაპირ შეტევაზე გადავედი, სანამ ოფიციანტი შეკვეთას მოიტანდა. პოლიტიკური მდგომარეობა მეტად არასტაბილური ჩანს. ჩემს ადგილზე თქვენ როგორ მოიქცეოდით? ჩემმა გულწრფელობამ ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ იმავე ტონით მიპასუხა. უპირველეს ყოვლისა, ანგარიშს სხვა ბანკში გადავიტანდი. სხვა ბანკში? რატომ? მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ თითქმის ვყვიროდი, ეთყობა გაუცნობიერებლად დავიძაბე. ოფიციანტი ჩვენთვის განკუთვნილი ჭიქებით დაბრუნდა. ლემპერერმა ვიდრე პასუხს გამცემდა დაახანა. არა მგონია, სოციალისტური პარტიის ამჟამინდელი ევოლუცია მის ამომრჩეველს მოეწონოს. და ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა, მივხვდი, რომ იცოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა თავისი ფუნქცია პოლიტიკურ მოძრაობაში და შესაძლოა გადამწყვეტ როლსაც ასრულებდა. შესანიშნავად იცოდა ყველა საიდუმლო ინფორმაცია, რომელმაც უკიდურესი მემარჯვენეებისგან გამოჟონა და იქნებ სწორედ ის იყო, ვინც აქამდე მათი საიდუმლოდ შენახვის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ პირობებში განაგრძო მშვიდად. ეროვნული ფრონტის მეორე ტურში გამარჯვება მოსალოდნელია. ისინი ვალდებული არიან. აბსოლუტური ვალდებულება აქვთ, რადგან ასეთი პირობა მისცეს სუვერენიტეტის მომხრე თავიანთ ამომრჩეველს. რომ დატოვონ ევროპა და ევროპული მონეტარული სისტემა. ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით, საფრანგეთის ეკონომიკისთვის შესაძლოა ეს ფაქტი სასიკეთო აღმოჩნდეს, მაგრამ პირველ ხანებში მნიშვნელოვანი ფინანსური რყევები გველის არ არსებობს გარანტია, რომ ფრანგული ბანკები ამას გაუძლებს, მათ შორის ძლიერებიც კი. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, ანგარიში უცხოურ ბანკში გახსნათ. უფრო ინგლისურში, მაგალითად ბარკლში ან HSBC-ში. და სულ ეს არის. ეს უკვე ბევრია. კიდევ, პროვინციაში თუ გაქვთ წასასვლელი, სადაც გარკვეული ხნით თავს შეაფარებთ. არა, სიმართლე ითქვას, არა. მაინც გირჩევდით, ნუ გადადებთ და დაუყოვნებლივ წადით. სადმე სოფელში პატარა სასტუმრო ამოირჩიეთ. ჩინურ უბანში ცხოვრობთ, ხომ ასეა? ნაკლებად სავარაუდოა მან ბინების ძარცვა ან სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყოს, მაგრამ მაინც თქვენს ადგილზე წავიდოდი. შვებულება აიღეთ, მოიცადეთ, სანამ ღელვარება დაცხრება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ვირთხასავით გემს ვტოვებ. ვირთხები ჭკვიანი ძუძუმწოვრები არიან. მიპასუხა დარბაისლურად, ცოტათი ხუმრობანარევი ტონით. ისინი ადამიანებზე მეტხანს იცოცხლებენ. ყოველ შემთხვევაში, მათი სოციალური სისტემა მეტად მტკიცეა. სასწავლო წელი ჯერ არ დასრულებულა. ლექციების კიდევ 2 კვირა დამრჩა. ამჯერად გულწრფელად გაიღიმა, თითქმის მხიარულადაც. ბევრი რამ მოხდება, მოვლენების წინასწარ განჭრეტა შეუძლებელია. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება წელს სასწავლო წელი ნორმალურ პირობებში დასრულდეს. შემდეგ დადუმდა, ნელაც რუპავდა შამპანურს და მივხვდი, მეც აღარაფერს იტყოდა. ტუჩებზე ისევ ის დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. უცნაურია, მაგრამ მისდამი თითქმის სიმპათიით განვეცხვე. მეორე კათხა ლუდი შევუკვეთე, ამჯერად მარწყვის არომატით. შინ დაბრუნების არავითარი სურვილი არ მქონდა. არავინ და არაფერი მელოდებოდა. თავს ვეკითხებოდი, ხავდა თუ არა კომპანიონი ქალი, ან მეგობარი გოგონა მაინც. ალბათ ჰყავდა. ის იყო ერთგვარი რუხი კარდინალი, იმ მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად საიდუმლო ხდებოდა. არიან გოგონები, რომლებსაც ასეთები იზიდავენ, ეს ცნობილი ამბავია. არიან გოგონები, რომლებსაც იუისმანსის სპეციალისტები მოსწონთ, ესეც მართალია. ერთხელ ახალგაზრდა, ლამაზ, მიმზიდველ გოგონას ვესაუბრე, რომელიც ჟან-ფრანსუა კოპეზე, როგორც მამაკაცზე, ოცნებობს. ეს რომ გავიგე, რამდენიმე დღე დამჭირდა გონზე მოსასვლე, ლად. მართლაც, დღეს ძალიან უცნაურ გოგონებს შეიძლება შეხვდე. პარასკევი, 20 მაისი.
მეორე დღეს გობლენის ავენიუზე მდებარე ბარკლის განყოფილებაში ანგარიში გავხსენი. როგორც ბანკის თანამშრომელმა მითხრა, თანხის გადატანას მხოლოდ ერთი სამუშაო დღეს სჭირდებოდა. ჩემდა გასაკვირად, ახალი ვიზაბარათი მაშინვე მომცეს. შიმფეხით დაბრუნება გადავწყვიტე. ბანკის შეცვლასთან დაკავშირებული საბუთები ლამის მექანიკურად შევავსე. თითქოს ავტომატურად მოქმედებდი, ახლა დაფიქრება მჭირდებოდა. იტალიის მოედანზე გასული უეცრად მთლიანად მომიცვა გრძნობამ, რომ ეს ყველაფერი მცირე ხანში გაქრებოდა. ეს პატარა შავკანიანი თმახუჭუჭა გოგონა, ჯინში გამოკვართული ტაკოთი 21 ნომერ ავტობუსს რომ ელოდებოდა. გაქრებოდა ან სერიოზულ ახლებურ აღზრდას დაექვემდებარებოდა. სავაჭრო ცენტრი იტალია 2-ის წინ, ტროტუარზე, როგორც ყოველთვის, შემოწირულობათა შემგროვებლები იდგნენ, დღეს უკვე გრინპისის სასარგებლოდ. ესენიც გაქრებოდნენ, თვალები მაშინ დავახამხამე, როდესაც წაბლისფერთმიანი, წვერიანი ახალგაზრდა, საშუალო სიგრძის თმით, ბროშურებით ხელში მომიახლოვდა და ამ დახამხამების შედეგად, თითქოს გაქრა, მის წინ ისე გავიარე. ვერც კი შევამჩნიე და კომერციული გალერეის ნულოვანი სართულის მბრუნავ კარში შევაბიჯე. სავაჭრო ცენტრის შიგნით ვითარების შემაჯამებელი დასკვნა უფრო კონტრასტული გამოვიდა. ბრიკორამა არაფერს აშავებდა, ხოლო ჯენიფერის დღეები უეჭველია. დათვლილი იყო, ისინი შესაფერის არაფერს სთავაზობდნენ მუსლიმ მოზარდს. სეკრეტ სტორის მაღაზიებს, რომელიც ქალის კარგი ხარისხის თეთრეულს ყიდდა. ოღონდ ორიგინალის აღნიშნული ეტიკეტების გარეშე სადარდებელი არაფერი ჰქონდა. არავის დაუყენებია ეჭქვეშ რიაცა და აბუ-დაბიში მდებარე მსგავსი მაღაზიების წარმატება. არც თომასსა და ლაპერლას უნდა შეშინებოდათ ქვეყანაში ისლამური რეჟიმის დამყარების. დღისით შეუღწეվել შავ ბურკებში გახვეული მდიდარი საუდელი ქალბატონები საღამოობით სამოთხის ჩიტებად იქცეოდნენ, მოტკეცილ ბლუზებში, აჟურულ ბიუსტჰალტერებში, სხვადასხვა ფერის მაქმანიან ქვედა საცვლებში გამოეწყობოდნენ. სრულიად საპირისპიროდ იქცევიან დასავლელი ქალები, რომლებიც შესანიშნავად და სექსუალურად დღისით გამოიყურებიან, როდესაც მათი სოციალური სტატუსი მნიშვნელოვანია. საღამოობით კი უფორმო და მოფლაშულ საშინაო ტანსაცმეფლს იცვამენ. უეცრად, სწრაფი წვენის ფარდულის წინ ბრუნო დელანდი გამახსენდა. უკვე 20 წელია, არ მინახავს. აქამდე არც კი მიფიქრია მასზე. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისთან ერთადაც დოქტორანტურაში ვსწავლობდი. შეიძლება ითქვას, თითქმის მეგობრებიც კი ვიყავით. თავად ლაფორგზე მუშაობდა, დისერტაცია დაიცვა, ჩვეულებრივი შეფასება მიიღო და თითქმის მაშინვე გაიარა გადასახადების ინსპექტორთა კონკურსი, სანამ ანელიზე დაქორწინდებოდა, გოგონაზე, რომელსაც ზუსტად არ ვიცი, სად შეხვდა სტუდენტების რომელიმე თავყრილობაზე ალბათ. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მობილური ოპერატორის მარკეტინგის სამსახურის ოპერატორად მუშაობდა. ხელფასი ქმარზე მაღალი ჰქონდა, მაგრამ ბრუნოს, როგორც ამბობენ, სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებოდა. მათ მონტინი-ლებრეტონოში სახლი შეიძინეს. უკვე 2 შვილი ჰყავდათ, ბიჭი და გოგონა. ჩემი კურსელებიდან ბრუნო ერთადერთი გახლდათ, რომელმაც ნორმალური ოჯახური ცხოვრების აწყობა მოახერხა. დანარჩენთაგან ზოგი გასაცნობი ვებგვერდის დახმარებით სარგებლობდა. უმრავლესობა კი მარტო იყო. შემთხვევით შევხვდი საგარებნო მატარებელში და თავისთან დამპატიჟა პარასკევი საღამოს ბარბეკიუზე. ივნისის ბოლო იყო. გაზონი ჰქონდა და შეეძლო თავისთვის ამის უფლება მიეცა გამაფრთხილა, რომ კიდევ რამდენიმე მეზობელი იქნებოდა, მაგრამ უნივერსიტეტიდან არავინ. შეცდომა იყო ამ წვეულების პარასკევს საღამოს მოწყობა. ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი ადგილზე ჩავედი და მისი ცოლი გადავკოცნე, რომელიც მთელი დღე მუშაობდა, შინ დაქანცული დაბრუნდა, იძულებული გახდა, განმეორებით ეყურებინა M6 არხზე გადაცემისთვის თითქმის უნაკლო სადილი და მეტისმეტად რთული რაღაცების მომზადება ჩაეფიქრებინა. ეს ნათელი გახდა, როცა დავრწმუნდით, ხარისფაშვა სოკოს სუფლეს არაფერი ეშველებოდა, მაგრამ როდესაც გუაკამოლეს წესიერად მომზადებაც კი ეჭვის ქვეშ დადგა. ასე მეგონა, ქალი აქვითინდებოდა. ამასთან მათმა 3 წლის ბიჭმა ღრიალი დაიწყო და ბრუნო, რომელიც პირველი სტუმრების გამოჩენისთანავე სასმელს მიეძალა. მას დიდად ვერ დაეხმარებოდა სოსისების გადაბრუნებაში, ამიტომ ხელის შეშველება გადავწყვიტე. უიმედობისგან სასოწარკვეთილმა ანელიზმა მადლიერი თვალებით გადმომხედა, მაგრამ ბარბეკიუ იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ცხრის ხორცის კატლეტები წამში დანახშირებული, სავარაუდოდ, კანცეროგენების შემცველი ფენით იფარებოდა. ცეცხლი ალბათ ძალიან მაღალი იყო, მაგრამ მექანიზმში გარკვევა რომ მეცადა, ალბათ ბალონს ავაფეთქებდი.
მხოლოდ ორნი დავრჩით დანახშირებული ხორცის გროვის პირისპირ. დანარჩენი სტუმრები ვარდისფერი ღვინის პოტლებს ისე ცლიდნენ, ყურადღებასაც არ გვაქცევდნენ და როდესაც ჯექაქუხილი დაიწყო და წვიმის პირველი მრგვალი, ცივი წვეთები დაგვეცა, შვებით ამოვისუნთქე. ყველამ მაშინვე მისაღებ ოთახში გადაინაცვლა და საღამომაც ცივი საუზმის თანხლებით ჩაიარა. იმ მომენტში, როდესაც ანელიზი დაღლილი დაეშვა დივანზე და მტრულად შეხედა ტაბულეს, მისდა ყველა დასავლელი ქალის ცხოვრებაზე ვფიქრობდი. დილით ალბათ გულდასმით იყენებდა თმას ჯაგრისითა და თმის საშრობით ხელში. ასევე დეტალურად არჩევდა სამოს, თავისი პროფესიული სტატუსის შესაბამისად და ჩემი აზრით, უფრო ელეგანტური იყო, ვიდრე სექსუალური. ამ ყველაფერს დიდხანს ანდომებდა, სანამ ბაგაბაღში ბავშვების წაყვანის დრო მოვიდოდა. სამუშაო დღე მეილების წაკითხვასა და მათზე პასუხის გაცემას, სატელეფონო ზარებსა და სხვადასხვა შეხვედრას ეთმობოდა. შინ დაახლოებით 9 საათისთვის ბრუნდებოდა. ძალაგამოცლილი, დაღლილი, მაისურსა და სპორტულ შარვალს გადაიცვამდა. ამ სახით წარდგებოდა თავისი ბატონპატრონის წინაშე, რომელსაც ექნებოდა. აუცილებლად უნდა ჰქონოდა ისეთი შეგრძნება, თითქოს როგორღაც მოახერხა და ვიღაც იხმარა, და ქალსაც იგივე შეგრძნება უნდა ჰქონოდა, რომ როგორღაც მოახერხეს და იხმარეს წლები ისე გადიოდა. ამ მდგომარეობას გამოსწორების პირი არ უჩანდა. პირიქით, ბავშვები იზრდებოდნენ და მექანიკურად მატულობდა პროფესიული პასუხისმგებლობებიც, სხეულების დაუძლურებას კი ანგარიშსაც არ უწევდნენ. მათი სახლი ბოლო სტუმრებთან ერთად დავტოვე. ანელის სალაგებაშიც მივეხმარე. სრულებით არ მქონია მასთან სასიყვარულო ინტრიგის წამოწყების სურვილი. თუმცა, ასეთი რამ გამორიცხული სულაც არ გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მის მდგომარეობაში მყოფისთვის ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა. მხოლოდ მსურდა, ჩემი ფუჭი სოლიდარობა მეჩვენებინა. ბრუნო და ანელიზი რასაკვირველია. ახლა უკვე გაცილებულები არიან, დღეს ასე ხდება. ერთი საუკუნის წინ, იუისმანსის ეპოქაში, ერთად დარჩებოდნენ და შესაძლოა, არც ასეთი უბედურები ყოფილიყვნენ. შინ დაბრუნებულმა ღვინით გავავსე დიდი ჭიქა და მთელი არსებით გადავეშვი რომანის. უღელში კითხვაში. როგორც მახსოვდა, ეს იუისმანსის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები იყო და გამიხარდა, რომ 20 წლის შემდეგაც კი, ისევ ვისიამოვნე წაკითხვისას, როგორც პირველად. ალბათ ხანდაზმული წყვილის მშვიდი ბედნიერება არასოდეს არავის გადმოუცია ასეთი სიტბოთი. ანდრე და ჟანა ერთმანეთს მხოლოდ უშფოთველი სინაზით ეპყრობოდნენ, სიამოვნებდათ ერთმანეთის გვერდით წოლა. უბრალოდ იცვნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მერე კი გადაბრუნდებოდნენ და იძინებდნენ. ნუ თუ ეს სინამდვილეა, დღეს ასეთი პერსპექტივა შესაძლებელია. აშკარაა, ეს ყველაფერი კვებით მიღებულ სიამოვნებას უკავშირდებოდა. გრძნობათა ორგანოების მზარდმა არაცნობის მოყვარეობამ მათში ახალი ინტერესი. გურმანობა გააჩინა, იმ ბერების დარად, რომლებსაც ხორციელი თკბობა აკრძალული აქვთ, მაგრამ ნეტარებას განიცდიან დახვეწილი საკვებისა და ძველი ღვინოების დანახვაზე. რასაკვირველია, იმ ეპოქაში, როდესაც ქალი თავად ყიდულობდა ბოსტნეულს, თავად ვეფცქვნიდა მას, თავად უნდა შეეკმაზა ხორცის კერძები და საათების განმავლობაში თვალი ედევნებინა ცეცხლზე შემოდგმული რაგუსთვის, ნაზი და მზრუნველი ურთიერთობა შეიძლებოდა მართლაც ჩამოყალიბებულიყო. კვების პირობების შეცვლით დავიწყებას მიეცა ეს შეგრძნება, რომელიც, როგორც დანანებით აღიარებდა იუისმანსი, ხორციელი თკბობის მხოლოდ სუსტ კომპენსაციას წარმოადგენდა. თავად მას ცხოვრების განმავლობაში არასოდეს ჰქონია ისეთი ურთიერთობა შინაყუდა ქალებთან, როგორიც, ბოდლერის ლიტერატურისთვის შესაფერის გამონათქვამს თუ გამოვიყენებთ, მხოლოდ გოგონებთან შეიძლება გქონდეს. ეს დაკვირვება მით უფრო სამართლიანია, რომ წლების გასვლასთან ერთად ყველა გოგონა ოცნებობს, გახდეს შინაყუდა ქალი. ეს მისი სანუკვარი ოცნებაცაა და ბუნებრივი მისწრაფებაც. პირიქით, შედარებითი დებოშის პერიოდის შემდეგ ლამის მონასტრულ ცხოვრების წესს მისდევდა და სწორედ აქ იღრებოდა ჩვენი გზები. ხელში ვიღებდი რომანს გზად, რამდენიმე სტრიქონის წაკითხვას ვცდილობდი, მაგრამ მერე ისევ ვუბრუნდებოდი წიგნს უღელში, ჩემში თითქმის არ არსებობდა სულიერების ძარღვი, რაც სამწუხარო იყო, იმიტომ რომ სამონასტრო ცხოვრება დღემდე არსებობდა, საუკუნეების განმავლობაში შეუცვლელი სახით, ხოლო შინაყუდა ქალები. მათ დღეს სადღა იპოვი. იუისმანსის დროს ისინი, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არსებობდნენ, მაგრამ ლიტერატურული გარემოცვა, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, ასეთ ქალთან შეხვედრის შესაძლებლობას არ მისცემდა. სიმართლე ითქვას,
ამ მხრივ ხელშემწყობი არც უნივერსიტეტი გახლდათ. მაგალითად, მირიამი გადაიქცეოდა თუ არა წლების შემდეგ შინაყუდა ქალად. ის იყო, თავს ეს შეკითხვა დავუსვი, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა. გასაოცარია, მირიამი რეკავდა, გაოგნებული ვლუღლუღებდი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი მის ზარს. მაღვიძარას შევავლე თვალი, საღამოს 10 საათი იყო. კითხვა მისე გამიტაცა, ჯამაც კი დამავიწყდა, მაგრამ სამაგიეროდ შევნიშნე, რომ ღვინის მეორე ბოთლი თითქმის დაცლილიყო. შეგვეძლო. აქ შეყოყმანდა. ვიფიქრე, იქნებ ხვალ საღამოს შევხვედროდით ერთმანეთს. ხო. ხვალ შენი დაბადების დღეა. ხომ არ დაგავიწყდა? ხო. სიმართლე გითხრა, არც გამხსენებია. და კიდევ მცირე ხანს ყოყმანობდა. კიდევ სხვა რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, თუ ერთმანეთს ვნახავთ. შაბათი, 21 მაისი. დილის 4 საათზე გამეღვიძა. მირიამთან საუბრის შემდეგ დავასრულე უღელში. ეს წიგნი ნამდვილი შედევრია. ასე რომ 3 საათზე ცოტა მეტხანს მეძინა. ქალი, რომელსაც იუისმანსი მთელი ცხოვრება ეძებდა. მან 27 თუ 28 წლის ასაკში აღწერა 1871 წელს ბრიუსელში გამოქვეყნებულ თავის პირველ რომანში მართა. როგორც ავტორი აზუსტებდა, გარკვეულ საათებში შინაყუდა ქალს გოგონად ქცევის უნარი უნდა ჰქონოდა, რაც არც ისეთი რთული უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ბიარნელად ქცევაზე ნაკლებად შრომატევადი იქნებოდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთ ქალს ის მთელი ცხოვრება ამაოდ ეძებდა. და ამ მომენტისთვის ვერც მე დავიკვეხნიდი იმავე სფეროში წარმატებით. 44 წლის შესრულებას არავითარი ეფექტი არ მოუხდენია. ჩვეულებრივი დაბადების დღე იყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ 44 წლის ასაკში აღმოაჩინა იუისმანსმა რწმენა. 1892 წლის 12-დან 20 ივლისამდე პირველად იყო მარნში მდებარე ინის სააბატოში. 14 ივლისს აღსარებაზე მივიდა, რომანში გზად. დაცვრილებით აღწერილი დიდი ყოყმანის შემდეგ. 15 ივლისს ბავშვობის შემდეგ პირველად ეზიარა. როდესაც იუისმანსზე დისერტაციას ვწერდი, ლიგიუჟე სააბატოში გავატარე 1 კვირა, იმ სააბატოში, რომელსაც იუისმანსმა მთელი თავისი ქონება შესწირა. აგრეთვე, კიდევ 1 კვირას ინის სააბატოში დავრჩი. ეს უკანასკნელი პირველი მსოფლიო ომის დროს მთლიანად დაინგრა, მაგრამ იქ ყოფნა ძალიან დამეხმარა. მისმა ინტერიერმა, რასაკვირველია, ოდნავ გათანამედროვებულმა, მაინც შემოინახა ის უბრალოება, რომელმაც ასე გააოცა იუისმანსი. იგივე დარჩა ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ლოცვა და წირვა, დილის 4 საათის ანჯელუსით დაწყებული, საღამოს სალვე რეჯინათი დასრულებული. საკვებს სრულ სიჩუმეში მიირთმევდნენ, რაც უნივერსიტეტის მოყაყანე სასადილოს შემდეგ ნამდვილ სიმშვიდეს მგვრიდა. მახსოვს აგრეთვე, რომ ბერები შოკოლადსა და ნუშის ნამცხვარს ამზადებდნენ, რომელსაც რეკომენდაციას უწევდა ლეპეტი ფუტე და მთელ საფრანგეთში იყიდებოდა. კარგად მესმოდა, რატომ უნდა ყოფილიყო მიმზიდველი სამონასტრო ცხოვრების წესი. იმის მიუხედავად, რომ ჩემი თვალთახედვა სრულებით არ ემთხვეოდა იუისმანსისას. ნამდვილად ვერ ვახერხებდი გამეზიარებინა მისი ზიზღი ხორციელი სიამოვნებისადმი. ეს ვერც კი წარმომედგინა. ზოგადად, ჩემი სხეული სხვადასხვა სნეულების ერთობლიობას იტანდა. თავის ტკივილი, კანის დაავადებები, კბილის ტკივილი, ბუასილი. ისინი გამუდმებით ენაცვლებოდა ერთმანეთს და თითქმის არასოდეს მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ 44 წლის ვიყავი. რა იქნება, როდესაც 50, 60 ან მეტი წელი შემისრულდება? სხვადასხვა ორგანოს გროვად ვიქცევი, რომლებიც ნელ-ნელა იხრწნება, ხოლო ჩემი ცხოვრება იქნება დაუსრულებელი ტანჯვა, მომაბეზრებელი და უსიხარულო შესაბრალისი. ერთადერთი ორგანო, რომელსაც ჩემი გონება მხოლოდ სიამოვნებას უკავშირებდა და არა ტკივილს, იყო ჩემი ასო. საშუალო სიდიდის, მაგრამ მაგარი, მუდამ ერთგულად მემსახურებოდა. თუმცა, იქნებ პირიქით მე ვემსახურებოდი. ყოველ შემთხვევაში, ამ იდეის დასაბუთებაც ალბათ შესაძლებელი იყო. ასეა თუ ისე, მისი მეთვალყურეობა შემაწუხებელი არ გახლდათ. არასოდეს არაფერი უბრძანებია, მხოლოდ ზოგჯერ მორიდებით, ჯირვეულობისა და რისხვის გარეშე მიბიძგებდა. სოციალურ ცხოვრებაში მეტად ყოფილიყავი ჩართული.
ვიცოდი, ამ საღამოს მირიამის სასარგებლოდ იშვამდგომლებდა. მირიამთან მუდამ კარგი ურთიერთობა აკავშირებდა. ისიც ყოველთვის ალერსითა და პატივისცემით ექცეოდა, რაც არნახულ სიამოვნებას მანიჭებდა. სხვა სიამოვნების წყაროები, სიმართლე ითქვას, არც მქონია. ინტერესი ინტელექტუალური ცხოვრებისადმი მნიშვნელოვნად შემისუსტდა. ჩემი სოციალური არსებობა არაფრით იყო ფიზიკურ არსებობაზე უკეთესი, რადგან ეს გახლდათ უსიამოვნებათა დაუსრულებელი კასკადი. გაჩედილი მილი, ინტერნეტი, რომელიც არ მუშაობს, მართვის მოწმობის დაკარგვა, უზრდელი დამლაგებელი, შეცდომა საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას. ეს ყველაფერი მოსვენებისა და ამოსუნთქვის საშუალებას მისპობდა. ჩემი აზრით, მონასტერში ცხოვრება ამ ყველაფრისგან ათავისუფლებდა. მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდა იყო საჭირო. ასევე, სიამოვნებაზე უარის თქმა. მაგრამ ეს ის არჩევანია, რომელიც ძალაში უნდა დარჩეს. კითხვა გავაგრძელე და გავიფიქრე, რა სამწუხაროა, რომ იუისმანსი რომანში გზად წარსულის ბობოქარ ცხოვრებას ასეთი ზიზღით იხსენიებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში არც ისე გულწრფელი გახლდათ. ვეჭობ, რომ მონასტერში ხორციელ სიამოვნებაზე უარის თქმა კი არ იზიდავდა. არამედ უპირველეს ყოვლისა, ყოფის დამღლელი და მომაბეზრებელი უსიამოვნებებისთვის თავის არიდების სურვილი. იმ ყველაფრისთვის, რაც ასე მძაფრად არის დახატული რომანში მოუწესრიგებლად. მონასტერი სულ მცირე, თავშესაფარსა და საკვებს მაინც გთავაზობს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში ჯილდოს სახით. მარადიულ ცხოვრებასაც. მირიამმა ჩემს კარზე დაახლოებით 19 საათისთვის დარეკა ზარი. დაბადების დღეს გილოცავ, ფრანსუა. ხმადაბლა მითხრა ზღურბლზევე, შემდეგ ჩემკენ გამოიწია და ტუჩებში მაკოცა ხანგრძლივი. ავხორცული კოცნა იყო, ჩვენი ბაგეები და ენები ერთმანეთში გაიხლართა. მასთან ერთად მისაღებ ოთახში შესულმა დავასკვენი, რომ იმაზე სექსუალურად გამოიყურებოდა, ვიდრე წინა შეხვედრისას. ეცვა შავი ფერის სხვა მინიქვედაკაბა, კიდევ უფრო მოკლე და ასევე შავი წინდები. როდესაც დივანზე დაჯდა, მის ძალიან თეთრ ბარძაყებზე წინდის სამაგრები შევნიშნე. პერანგი, ისიც შავი ფერის, მთლიანად გამჭვირვალე იყო და მშვენივრად ჩანდა მკერდის მოძრაობა. ჩემს თითებს ახსოვდათ, როგორ ეხებოდნენ მის ძუძუსთავებს. ყოყმანით გაიღიმა. ამ წამში რაღაც გადაუწყვეტელობა და ფატალურობა ერთდროულად იგრძნობოდა. საჩუქარი მომიტანე. ვკითხე ხუმრობით, მდგომარეობის განსამუხტად. არა. მიპასუხა მკაცრად. მოსაწონი ვერაფერი შევარჩიე. ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მერე ერთი მოძრაობით ფეხები ფართოდ გაშალა. თრუსი არ ეცვა და მისი ქვედაკაბა ისეთი მოკლე იყო, რომ ეპილაცია გამოვლილი, ნაზი ფისუნია გამოუჩნდა. მოგიწუწნი, მითხრა. ეს ძალიან კარგი მინეტი იქნება. მოდი, დივანზე დაჯექი. დავემორჩილე და საშუალება მივეცი. ჩემთვის ტანსაცმელი გაეხადა. ჩემ წინ მუხლებზე დადგა და ანულინგუსით დაიწყო, ხანგრძლივითა და ნაზით, მერე ხელი მომკიდა და წამომაყენა. კედელს მივეყუდე. ისევ მუხლებზე დადგა და ახლა ყვერებს მილოკავდა. თან მოკლე-მოკლე ბიძგებით მინძრევდა. როცა მოგინდება, ასოზე გადავალ. ერთ წამს ამის სათქმელად შეწყვიტა. კიდევ მოვიცადე მანამდე, სანამ სურვილი აუტანელი არ გახდა და ვუთხარი. ახლა. თვალებში ვუყურებდი, ვიდრე მისი ენა ჩემს ასოს შეეხებოდა. ასე ყურება კიდევ უფრო ზრდიდა ჩემს აგზნებას. უცნაურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს იყო კონცენტრაციისა და გატაცების ნაზავი. მისი ენა ჩემს ჯირკვალზე ცეკვავდა, ხან სწრაფად, ხან ნელა და დაყოვნებით. მარცხენა ხელი ასოს დასაწყისზე ედო, თითებით კი ყვერებს ათამაშებდა, სიამოვნების ტალღები მივლიდა და გონებას მაკარგვინებდა. ფეხზე ძლივს ვიდექი, ლამის გული წამსვლოდა. ვიდრე ღრიალის თანხლებით გავათავებდი. იმის ძალა მეყო, მეთხოვა. გაჩერდი. გაჩერდი. საკუთარი ხმა ძლივს ვიცანი. სრულიად შეცვლილი, თითქმის გაუგებარი. არ გინდა, ჩემს პირში გაათავო. ახლა არა. კარგი. იმედი მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიანებით ვიწერავებთ. არ ვჭამოთ? ამჯერად სუში წინასწარ შევუკვეთე და ნაშვადღევის შემდეგ მაცივარში ელოდებოდა საჭირო დროს. და კიდევ, 2 ბოთლი შამპანურიც ჩავაცივე.
იცი რა, ფრანსუა. მითხრა პირველი ყლუპის დალევის შემდეგ. არც ბოზი ვარ და არც ნიმფომანი. თუ ასე გიწუწნი, იმიტომ რომ მიყვარხარ. მართლა მიყვარხარ. იცი? ჰო, ვიცოდი. ისიც ვიცოდი, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ახერხებდა. დიდხანს ვუმზერდი და ამაოდ ვცდილობდი ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. ერთი ჩიქა დალია, ამოიოხრა და მეორე ჩიქა დაისხა, სანამ წამოსწდებოდა. ჩემმა მშობლებმა საფრანგეთიდან წასვლა გადაწყვიტეს. ხმის ამოღების უნარი დაუკარგე. მეორე ჩიქა დალია. სანამ საუბარს გააგრძელებდა, მესამე დაისხა. ისრაელში მიდიან. მომდევნო ოთხშაბათს თელ-ავივში მივფრინავთ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვასაც კი არ ელოდებიან. ყველაზე გასაგიჟებელი ის არის, რომ ყველაფერი ჩვენგან უჩუმრად გააკეთეს. ისრაელის ბანკში გახსნეს ანგარიში და ინტერნეტით დაიქირავეს ბინა. მამაჩემმა მთელი თავისი საპენსიო დანაზოგი გამოიტანა. სახლს ყიდიან და ამ ყველაფრის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამთ. ჩემს უმცროს დას და ძმას რომ თავი დავანებოთ. ჯერ მართლაც პატარები არიან. მე ხომ 22 წლის ვარ და მეც ფაქტის წინაშე დამაყენეს. წასვლას მაიძულებენ. თუ ძალიან გავჯიუტდი, თანახმანი არიან, პარიზში ოთახი მიქირავონ. თუმცა არ დადეგები იწყება და კარგად მესმის, რომ მათი მიტოვება არ შემიძლია. განსაკუთრებით ახლა, ძალიან ინერვიულებენ. ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ბოლო თვეებში მათი ნაცნობების წრე შეიცვალა. მარტო სხვა ებრაელებს ხვდებიან. საღამოებს ერთად ატარებდნენ, თანდათანობით არწმუნებდნენ ერთმანეთს. მარტო ჩემი მშობლები არ მიდიან, სხვებიც. მათი 4 თუ 5 მეგობარი, რომლებმაც აქ ყველაფერი გაყიდეს, ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად. წუხელ მთელი ღამე ვსაუბრობდით, მაგრამ ვერ გადავათქმევინე. დარწმუნებულები არიან, რომ საფრანგეთში ებრაელებისთვის რაღაც საშინელება მოხდება. უცნაურია, ამას რომ ამბობენ ასე გვიან, 50 წლის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი სრული სისულელე იყო, რომ უკვე დიდი ხანია. ეროვნულ ფრონტს არც ერთი ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. არც ისე დიდი ხანია გასული. ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ იცოდე, მაგრამ მარინ ლე პენის მამას, ჟან-მარი ლე პენს, უკიდურეს ფრანგ მემარჯვენეებთან ჰქონდა კავშირი. ის ბრიყვი იყო, სრულიად გაუნათლებელი, რასაკვირველია. არც დრიუმონი წაუკითხავს და არც მორასი. მაგრამ მე მგონი, მათი სახელები გაეგონა. ამით შემოიფარგლებოდა მისი მენტალური ჰორიზონტი. მის ქალიშვილს რაც შეეხება, მასზე იგივეს ვერ იტყვი, ანუ, თუნდაც მუსლიმი მოვიდეს, არ ამგონია, რომ რაიმესი უნდა გეშინოდეს. ასე თუ ისე, ის სოციალისტური პარტიის მოკავშირეა. თავის ნებაზე ვერ იმოქმედებს. ამას რაც შეეხება, თავი იჩვნეულად გადააქმნია. შენთან შედარებით, ნაკლებად ოპტიმისტი ვარ. ისლამური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას კარგი არაფერი მოუტანია ებრაელებისთვის. საწინააღმდეგო მაგალითი არ არსებობს. დავდუმდი. სიმართლე ითქვას, ისტორია კარგად არ ვიცოდი. ლიცეუმში უყურადღებო მოსწავლე ვიყავი და ვერასოდეს მოვახერხე ისტორიის სახელმძღვანელოს ბოლომდე წაკითხვა. სასმელი კიდევ დაისხა. რასაკვირველია, ასეც უნდა მოიქცე გარემოებათა გათვალისწინებით, უნდა შეთვრე. გარდა ამისა, მართლაც კარგი შამპანური იყო. ჩემს და-ძმას სწავლის გაგრძელება ლიცეუმში შეუძლიათ. მე კი თელ-ავივის უნივერსიტეტში დიპლომი შესაბამისი მექნება. მაგრამ რა მესაქმება ისრაელში? ერთი სიტყვაც კი არ ვიცი ებრაულად. ჩემი ქვეყანა საფრანგეთია. ხრუხმით წარმოთქვა, გრძნობდი, ცრემლებს ძლივს იკავებდა. მიყვარს საფრანგეთი. ძლივს ისმოდა სიტყვები. მიყვარს, არ ვიცი. ყველი მიყვარს. ყველი მაქვს. ჯამბაზივით წამოვხდი, ვითარება რომ განმემუხდა, მაცივარს მივაშურე. მართლაც ნაყიდი მქონდა სენ მარსელენი, კონტე, კოსის ლურჯი ყველი. თეთრი ღვინოც გავხსენი. ყურადღება არ მიუქცევია. და კიდევ, არ მინდა, ჩვენ შორის რაც ხდება, შეწყდეს. თქვა და ატირდა. წამოვდექი, ხელები მოუხვიე. არ ვიცოდი, რა მეთქვა. საძინებელში გავიყვანე, ისევ მოვეხვიე. ჩუმად ტიროდა.
დაახლოებით ღამის 4 საათზე გამეღვიძა. სავსე მთვარე იყო და ოთახში ყველაფერი შესანიშნავად ჩანდა. მირიამი მუცელზე იცვა, ხოლოდ პერანგი ეცვა. ბულვარზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდა. 2-3 წუთის შემდეგ რენო ტრაფიკი გამოჩნდა. დაბალი სიჩქარით მოდიოდა და კოშკთან შეჩერდა. მანქანიდან 2 ჩინელი გადმოვიდა სიგარეტის მოსაწევად, თითქოს მიდამოს ათვალიერებდნენ. მერე ისევ მანქანაში ჩასხდნენ და იტალიის ჭიშკრის მიმართულებით წავიდნენ. საწოლს დავუბრუნდი, დუნდულებზე მოვეფერე. არ გაღვიძებია, მაგრამ სხეულზე მომეკრა. გადმოვაბრუნე, ფეხები გავუშალე და მოფერება დავიწყე, თითქმის მაშინვე დასველდა და მასში შევედი. მუდამ უყვარდა ეს სადა პოზა. უფრო ღრმად რომ შევსულიყავი, ბარძაყები ავუწიე და წინ და უკან მოძრაობა დავიწყე. ხშირად ამბობენ, რომ ქალის ორგაზმი კომპლექსური, იდუმალი რამაა. მაგრამ ჩემი აზრით, საკუთარი ორგაზმის მექანიზმიც არ იყო ჩემთვის ბოლომდე გასაგები. მაშინვე ვიგრძენი, რომ ამჯერად შემეძლო. იმდენ ხანს მეკონტროლებინა თავი, რამდენიც საჭირო იყო, სურვილისამებრ შემეძლო სიამოვნების გაჭიანურება. ჩემი თირკმლები დაუღალავად, მოქნილად მოძრაობდა, რამდენიმე წუთში აკვნესდა, მერე აკივლდა. მე კი ვაგრძელებდი მოძრაობას, ვაგრძელებდი მაშინაც, როდესაც საშოს შეკუმშვა დაიწყო. ნელა ვსუნთქავდი, ძალდაუტანებლად, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა. არასოდეს გავათავებდი, მერე მირიამის ხანგრძლივი ყვირილის შემდეგ, ზემოდან დავემხე და მკლავები შემოვხვიე. ის კი ტირილით იმეორებდა ძვირფასო. ძვირფასო. კვირა, 22 მაისი. დილის 8-ზე ისევ გამეღვიძა. ელექტროყავადანი ავავსე და ხელახლა დავწექი. მირიამის თანაბარ სუნთქვას ყავადნის ხმაური ერწყმოდა. ლაჟვარდის ფერცაში პატარა ფუმფულა ღრუბლების გროვა დასრიალებდა. ისინი მუდამ ბედნიერების მომტანად მიმაჩნდა. ისეთებად, რომელთა თვალის მომჭრელი სიკათქათე კიდევ უფრო ხაზგასმით აჩენს ცის სილურჯეს. ისეთებად, რომლებსაც ბავშვები ხატავენ იდეალური სახლის წარმოდგენისას, ბოლავის აკვამურით, გაზონითა და ყვავილებით. არც კი ვიცი, რა მაიძულა, ყავის პირველი ჭიქის დალევის შემდეგ იტელე ჩამერთო. ძალიან ხმამაღალზე იყო ჩართული. პულტის მოძებნას და ხმის გამორთვის ღილაკზე ხელის დაჭერას კი დრო დასჭირდა. დავაგვიანე, გაიღვიძა. ხოლოდ პერანგი ეცვა, მისაღები ოთახის დივანზე მოიკუნდა. ჩვენი ერთად ყოფნის მშვიდი პერიოდი დასრულდა. ხმას ავუწიე. ღამის განმავლობაში ინფორმაცია გავრცელდა სოციალისტური პარტიისა და მუსლიმური ძმობის საიდუმლო მოლაპარაკებების თაობაზე. იტელეზე და სხვა ტელეპროგრამებზეც მხოლოდ ამ თემაზე საუბრობდნენ, სპეციალური უწყვეტი გადაცემა გახლდათ. მანუელ ვალსის მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ ისმოდა. მუჰამად ბენ აბეს 11 საათზე პრესკონფერენცია ექნებოდა. ჟურნალისტების შეკითხვებზე ხშირად მახვილგონივრული პასუხების ავტორს, ახოვანსა და სიცოცხლით სავსე მუსლიმ კანდიდატს სრულებით დაავიწყდა. ადმინისტრაციის ეროვნული სკოლაში შესვლამდე საფრანგეთის პოლიტექნიკური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული რომ ბრძანდებოდა, ნელსონ მანდელას სახელობის გამოშვების წევრი. ლორან ვოკი ესავით. ის უფრო მეტად დიდი ხნის ნაცნობ ტუნისელ უბნის ყასაბს ჰგავდა. ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მამამისი, თუმცა შესაძლოა ამ უკანასკნელს თავისი საყასპო ნეილისიურსენში ჰქონდა და არა მე-18 უბანში, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, ბეზონში ან არჟანტეიში ჰქონოდა. ამჯერად შეგვახსენა, რომ ყველაზე მეტად ისარგებლა რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი მერიტოკრატიით. სხვებზე ნაკლებად სურდა იმ სისტემისთვის მიეყენებინა ზიანი, რომელსაც ყველაფერს უნდა უმადლოდეს, მათ შორის უმაღლეს პატივს საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს ფრანგ ხალხს. გაიხსენა პატარა ბინა საბაყლოს თავზე, სადაც დავალებებს ამზადებდა. მოკლედ მოჰყვა მამამისის შესახებ, მხოლოდ იმდენი, რამდენიც ემოციების გამოწვევას სჭირდებოდა. ჩემი აზრით, სრულიად არაჩვეულებრივი გახლდათ. მაგრამ აგრძელებდა ბენ აბესი, დროება შეიცვალა და ეს უნდა ვაღიაროთ. სულ უფრო და უფრო მეტ ოჯახს ებრაელების, ქრისტიანებისა თუ მუსლიმების სურს, განათლება არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ცოდნის გადაცემით, არამედ სულიერ აღზრდასაც მოიცავდეს, მათი ტრადიციის გათვალისწინებით. რელიგიასთან დაბრუნება სიღრმისეული ტენდენციაა, რომელიც ჩვენი ეპოქის საზოგადოებებს ახასიათებს და განათლების სამინისტროს არ შეუძლია ამას გვერდი აუაროს.
მოკლედ, საუბარია რესპუბლიკური სკოლის ჩარჩოების გაფართოებაზე, რათა მან შეძლოს ჰარმონიული თანაარსებობა ჩვენი ქვეყნის დიდ სულიერ ტრადიციებთან ისლამურთან, ქრისტიანულსა თუ ებრაულთან. მისი დამატყვევებელი და დამამშვიდებელი საუბარი კიდევ 10-ოდე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვები დაიწყო. დიდი ხანია შევამჩნიე, რომ ყველაზე კაპასი, ყველაზე აგრესიული ჟურნალისტებიც კი მუჰამად ბენ აბესის გვერდით თითქოს ჰიპნოტიზებულებივით დნებოდნენ. ჩემი აზრით კი, არსებობდა უხერხული შეკითხვები, რომელთა დასმა მისთვის შეიძლებოდა. მაგალითად, გოგონებისა და ვაჟების ერთად სწავლების აკრძალვის შესახებ. ან ის, რომ ყველა მასწავლებელს სავალდებულო წესით ისლამი უნდა მიეღო. მაგრამ განა კათოლიკეებში იგივე წესი არ მოქმედებდა? ქრისტიანულ სკოლაში რომ ასწავლო, არ უნდა მოინათლო. ამაზე რომ ფიქრობდი, მივხვდი, ამ საკითხზე წარმოდგენა არ მქონდა და როდესაც პრესკონფერენცია დასრულდა, ისიც გავიაზრე, როგორ მივედი იმ დასკვნამდე, რომლამდეც მუსლიმ კანდიდატს სურდა, რომ მივსულიყავი. ეს ერთგვარი განზოგადებული ეჭვია, გრძნობა, რომ საგანგაშო არაფერია და სიმართლე ითქვას, არც დიდ სიახლეს უნდა ველოდოთ. მარინ ლე პენის კონტრშეტევა ნაშუადღევის პირველის ნახევარზე დაიწყო. გამოცოცხლებული, ახლად დაყენებული ვარცხნილობით, მერიის შენობის ფონზე უფრო მეტად ქვემოდან ზემოთ მზირალი კადრით გადაღებული, თითქმის ლამაზი მოჩანდა. ეს სრულ წინააღმდეგობაში გახლდათ ეკრანზე მის წინანდელ გამოჩენასთან. 2017 წლის გარდატეხის შემდეგ ფრონტის კანდიდატმა თავი დაარწმუნა, რომ უმაღლესი აღმასრულებელი თანამდებობის მისაღწევად, ქალი აუცილებლად ანგელა მერკელს უნდა ჰგავდეს და ძალღონეს არ იშურებდა, გერმანიის კანცლერის საზიზღარი რესპექტაბელობა გადაეღო მისი პიჯაკების თარგის ჩათვლით. მაგრამ მაისის ამ დილას თითქოს დაიბრუნა მგზნებარება, რევოლუციური შემართება, რომელიც ამ მოძრაობას დასაწყისში ახასიათებდა. გარკვეული ხანია ჩორები ვრცელდებოდა, რომ მისი გამოსვლების ტექსტებს რენო კამი უწერდა ფლორიან ფილიპოს ზედამხედველობით. არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ეს ჯორი, მაგრამ ბოლო პერიოდში მარინ ლე პენის პროგრესი აშკარად თვალშისაცემი გახლდათ. უეცრად გამაოცა მისი გამოსვლის რესპუბლიკურმა და, შეიძლება ითქვას, აშკარად ანტიკლერიკალურმა ხასიათმა. ჟიულ ფერის ბანალური მოხსენება არ იკმარა. კონდორსემდე მივიდა და ციტატა გამოიყენა 1792 წელს ამ უკანასკნელი საკანონმდებლო ასამბლეაში საყოველთაოდ ცნობილი გამოსვლიდან ეს ეგვიპტელები, ეს ინდოელები, რომლებშიც ადამიანის გონებამ ასეთი პროგრესი განიცადა და რომლებმაც ყველაზე სამარცხვინო უმეცრება გამოავლინეს მაშინ, როდესაც მათი განათლების პრობლემების მოგვარება ეკლესიამ საკუთარ თავზე აიღო. არ მეგონა, კათოლიკე თუ იყო, შენიშნა მირიამმა. არ ვიცი, მაგრამ მისი ელექტორატი კათოლიკე ნამდვილად არ არის. ეროვნულმა ფრონტმა ვერასოდეს მოახერხა კათოლიკეთა რიგებში შეღწევა და მათი მიმხრობა. ისინი ძალიან სოლიდარულები არიან და მესამე სამყაროს გულშემატკივრობენ. ასე რომ, ცდილობს ვითარებას შეეგუოს. მირიამმა საათს დახედა. უნდა წავიდე, ფრანსუა. მშობლებს დავპირდი, რომ მათთან ერთად ვისაუზმებდი. აქ რომ ხარ, იციან. ჰო, არაფერზე იდარდებენ, მაგრამ მელოდებიან, რომ ერთად ვისაუზმოთ. მისი მშობლები ერთხელ მოვინახულე, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში. მეტროსადგურ ბროშარის უკან, ყვავილების ქალაქის ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ჰქონდათ ავტოფარეხი, სახელოსნო. თავი რომელიღაც პატარა პროვინციულ ქალაქში გეგონებოდათ, ნებისმიერ ადგილას, პარიზის გარდა. მახსოვს სახლის წინ, გაზონზე ვისადილეთ, ნარცისები ყვაოდა. თავაზიანად მეპყრობოდნენ, გულღიად და ყურადღებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვან პიროვნებად არ ჩამთვალეს, რაც უკეთესიც იყო. იმ დროს, როდესაც მამამისი შატონევდი უპაპის ბოთლს ხსნიდა, უეცრად მივხვდი, რომ მირიამი გასული 20 წლის განმავლობაში ყოველ საღამოს თავის მშობლებთან ერთად სადილობდა. უმცროს ძმას დავალებების მომზადებაში ეხმარებოდა. უმცროს დას ტანსაცმლის საყიდლად დაჰყვებოდა. ეს იყო ნამდვილი ტომი, ოჯახური, შეკავშირებული ტომი და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ოჯახური ცხოვრების შესახებ ვიცოდი, ისეთი წარმოუდგენელი რამ გახლდათ ჩემთვის. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავქვითინებულიყავი. ხმა გამოვრთე. მარინ ლე პენის ჟესტები უფრო და უფრო მკვეთრი გახდა, ჰაერში მუშტებს იქნევდა.
რასაკვირველია, მირიამი ისრაელში წავიდოდა მშობლებთან ერთად, სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. იცი, მართლა ვიმედოვნებ, რომ მალე დავბრუნდები. ისე მითხრა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. მხოლოდ რამდენიმე თვე დავრჩები, სანამ საფრანგეთში მდგომარეობა ჩაწყნარდება. მისი ოპტიმიზმი გადაჭარბებული მეჩვენა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ქვედაკაბა ჩაიცვა. ახლა იმის გამო, რაც ხდება, რასაკვირველია, გახარებულები იქნებიან. ამაზე ილაპარაკებენ მთელი სადილის განმავლობაში. ხომ გეუბნებოდი, შვილო? ხო, მესმის, საყვარლები არიან. სჯერათ, რომ ასე ჩემ სასიკეთოდ იქცევიან, ვიცი. ხო, ისინი საყვარლები არიან. მართლაც ძალიან საყვარლები. შენ რა სიზამ? შენი აზრით, უნივერსიტეტში რა მოხდება? ზღურბლამდე მივაცილე. სიმართლე ითქვას, წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე. და იმასაც მივხვდი, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. თუჩებში ნაზად ვაკოცე, სანამ ვეტყოდი. ჩემთვის ისრაელი არ არსებობს. დიდი ვერაფერი მოსაზრება იყო, თუმცა ზუსტი გახლდათ. შემდეგ მირიამი ლიფტში გაუჩინარდა. მერე იყო რამდენიმე საათიანი ინტერვალი. მზე უკვე კოშკებს შორის ჩადიოდა, როდესაც სრულად გავისიგრძეგანე ყველა გარემოება, საკუთარი მდგომარეობა, ყველაფერი. ჩემი გონება დაუსრულებლად დახეტიალებდა გაურკვეველ და ბნელ ზონებში, რაც ისეთ სევდას მგვრიდა, თავის მოკვლას რომ მოგანდომებს. გაუთავებლად მახსენდებოდა ფრაზები იუისმანსის რომანიდან უღელში, გულის გამაწვრილებელი ფრაზები, და ტკივილით გავაცნობიერე, რომ მირიამისთვის ჩემთან საცხოვრებლად გადმოსვლაც კი არ შემითავაზებია. მაგრამ მაშინვე მივხვდი, მთავარ პრობლემას ეს არ წარმოადგენდა. მშობლები მართლაც მზად იყვნენ, მისთვის ბინა დაექირავებინათ. მე კი მხოლოდ 2 ოთახი მქონდა. რასაკვირველია, დიდი ოთახები იყო, თუმცა მაინც მხოლოდ 2 ოთახი, სადაც ერთად ცხოვრება სულ მცირე ხანში ყოველგვარი სექსუალური სურვილის გაქრობას გამოიწვევდა. ჩვენ კი მეტისმეტად ახალგაზრდა წყვილი ვიყავით. ამგვარი განსაცდელი რომ გადაგვეტანა. წარსულში ადამიანები ქმნიდნენ ოჯახებს. ესე იგი შთამომავლობის გაგრძელების შემდეგ კიდევ რამდენიმე წელიწადს მუშაობდნენ, სანამ შვილები დაიზრდებოდნენ, მერე შემოქმედს უბრუნდებოდნენ. მაგრამ ახლა უფრო მართებული იყო დაოჯახება 50 ან 60 წლის ასაკში, როდესაც სხეულები დაბერებული და დამძიმებულია და მხოლოდ ნაცნობი, დამამშვიდებელი, უბიწო კონტაქტი სურთ. იმ მომენტში, როდესაც ადგილობრივი სამზარეულოთი პირის ჩატკბარუნება, რასაც ხოტბას ასხამენ მაგალითად გადაცემაში. ესკუპად დეპეციღუნუ, საბოლოოდ გადაფარავს ყველა სხვა სიამოვნებას. ერთხანს ვფიქრობდი სტატიის დაწერას ჟურნალისტვის, რომლის მთავარ იდეას ის წარმოადგენდა, რომ მოდერნიზმის ხანგრძლივი და მოსაწყენი პერიოდის შემდეგ იუისმანსის გამომაფხიზლებელი დასკვნები ისევ აქტუალური იყო. ამას მოწმობს, როგორც არასდროს, ტელევიზიის ყველა არხზე იმ გადაცემების წარმატება, რომლებიც სამზარეულოს ეძღვნება, განსაკუთრებით ადგილობრივს. მერე გავაცნობიერე, რომ სტატიის დასაწერად არც ენერგია მაქვს, არც სურვილი. კიდევ იმას მივხვდი, ერთგვარი გაოგნებით, რომ ტელევიზორი ისევ ჩართულია, ისევ იტელეს არხზე. ხმა სავუწიე. მარინ ლე-პენმა დიდი ხანია გამოსვლა და ასრულა. მაგრამ ახლა ყველა კომენტარი მას ეხებოდა. ასე გავარკვიე, რომ ეროვნულმა ლიდერმა ხალხს ოთხშაბათს გასამართი გრანდიოზული საყოველთაო მანიფესტაციისკენ მოუწოდა, რომელიც ელისეს მინდვრებზე ჩატარდებოდა. პოლიციის პრეფექტურისგან ნებართვის აღებას სრულებით არ აპირებდა და უარის შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ მანიფესტაცია, რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩატარდება. სიტყვა დაასრულა ციტატით 1793 წელს მიღებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციიდან, როდესაც ხელისუფლება ხალხის უფლებებს არღვევს. აჯანყება ხალხისა და მოსახლეობის თითოეული ფენისთვის ყველაზე წმინდა უფლება და ვალდებულებაცაა. სიტყვა აჯანყებას რასაკვირველია. მრავალი კომენტარი მოჰყვა და ფრანსუა ოლანდიც კი აიძულა ხანგრძლივი დუმილი. დაერღვია. გაჭირვებით დასრულებული მისი 2 ხუთწლიანი ვადის ბოლოს, როდესაც პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უსახური სტრატეგიის თანახმად ხდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ფრონტის პოპულარობის ზრდას, პრეზიდენტმა ფაქტობრივად უარი თქვა აზრის გამოთქმაზე და მედია საშუალებების უმეტესობას, როგორც ეტყობოდა, მისი არსებობა დაავიწყდა კიდეც. როდესაც ელისეს სასახლის პარმაღზე მდგარმა,
ათიოდე დამსწრე ჟურნალისტის წინ საკუთარ თავს რესპუბლიკური წყობის უკანასკნელი ბასტიონი უწოდა, დამსწრეებმა შესამჩნევი, თუმცა ხანმოკლე ღიმილი ვერ დამალეს. ათიოდე წუთის შემდეგ თავის მხრივ სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. აცითლებული სახითა და შუბლის დაბერილი ძარღვებით, აშკარად სისხლის ჩაქცევის ზღვარზე იყო და ყველა, ვინც დემოკრატიულ წესრიგს საფრთხეს უქმნიდა, გააფრთხილა, რომ მათ ისე მოექცეოდნენ, როგორც კანონის დამრღვევებს. ბოლოს ერთადერთი, ვინც სიმშვიდე შეინარჩუნა, მუჰამად ბენ აბესი აღმოჩნდა, რომელმაც მანიფესტაციის უფლება დაიცვა და მარინ ლე პენს სეკულარიზმის თემაზე დებატების გამართვა შესთავაზა. კომენტატორების უმრავლესობის აზრით, ეს საკმაოდ მარჯვესვლა გახლდათ, რამდენადაც ლე პენის თანხმობა თითქმის გამორიცხული იყო, მუსლიმი კანდიდატი კი ზომიერი და დიალოგისთვის განწყობილი ადამიანის იმიჯს იქმნიდა. მომბეზრდა და არხიდან არხზე გადართვა დავიწყე ტოქ-შოუებიდან. გადაცემებზე სიმსუქნის შესახებ, მერე ტელევიზორის საერთოდ გამოვრთე. ის, რომ პოლიტიკას კიდევ ეკავა გარკვეული ადგილი ჩემს ცხოვრებაში, მაბნევდა და ზისხს მგვრიდა. თუმცა ვაცნობიერებდი და ეს უკვე მრავალი წელია გრძელდებოდა. უფსკრული ხალხსა და მისი სახელით მოსაუბრეებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის აუცილებლად მიგვიყვანდა რაღაც უაღრესად ქაოსურ, ძალადობრივ გაუთვალისწინებელ მოვლენამდე. საფრანგეთი, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდი ხანია მიექანებოდა. სამოქალაქო ომისკენ, ეს ნათელი იყო, მაგრამ უკანასკნელ დღეებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრანგების უმრავლესობა თავშეკავებული და აპათიური დარჩებოდა. უეჭველია იმიტომ, რომ თავად ვიყავი თავშეკავებული და აპათიური. შევცდი. მირიამმა მხოლოდ სამშაბათს საღამოს დამირეკა, დაახლოებით 11 საათისთვის. ხნედ საუბრობდა, თითქოს დაუბრუნდა მომავლისადმი რწმენა. მისი თქმით, საფრანგეთში ყველაფერი მალე მოწესრიგდებოდა. მე კი ეს მეეჭვებოდა. ისიც კი მოახერხა, რომ თავი დაირწმუნა, თითქოს ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ის მხსნელად მიაჩნდა. არ მსურდა, მისთვის იმედი გამეცრუებინა, მაგრამ ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სარკოზიმ თავად თქვა უარი პოლიტიკაში დაბრუნებაზე. 2017 წლის შემდეგ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი თავისი ცხოვრების ამ ნაწილს. თვითმფრინავი მეორე დილით, გამთენიისას მიფრინავდა. მის წასვლამდე შეხვედრას ვეღარ მოვახერხებდით. ბევრი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი. თუნდაც ბარგის ჩალაგება. არც ისე ადვილია. მთელი ცხოვრება 30 კილოგრამში მოაქციო. ამას ველოდი, თუმცა ყურმილის დაკიდების შემდეგ გულმა უსიამოვნოდ გამკენცლა. ვიცოდი, რომ ამიერიდან მართლაც მარტო დავრჩი. ოთხშაბათი, 25 მაისი. მეორე დილით, როდესაც უნივერსიტეტში წასასვლელად მეტროში ჩავედი, მაინც მხიარულ გუნებაზე ვიყავი. უკანასკნელი დღეების პოლიტიკური მოვლენები, მირიამის გამგზავრებაც კი ცუდი სიზმარი მეგონა, შეცდომა, რომელიც მალე გამოსწორდებოდა. რაოდენ დიდი აღმოჩნდა ჩემი გაოცება, როდესაც სანეილის ქუჩაზე მისულ სასწავლო დაწესებულების შენობებში შესასვლელი ლითონის ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა. დაცვა, როგორც წესი, მას დილის 7 საათსა და 45 წუთიდან აღებდა. შესასვლელთან რამდენიმე სტუდენტი იცდიდა, ზოგიერთი მათგანი სახეზე ვიცანი, მეორე კურსზე ვასწავლიდი. დაცვის წარმომადგენელი მხოლოდ 9-ის ნახევარზე გამოჩნდა. მთავარი სამდივნოდან მოდიოდა. ჭიშკართან მოვიდა და გვაცნობა, რომ უნივერსიტეტი დაკეტილი იქნებოდა არა მარტო მთელი დღის განმავლობაში, არამედ ახალი განკარგულების მიღებამდე. მეც ვერაფერს გვეტყოდა. შინ უნდა დავბრუნებულიყავით. ყველას ინდივიდუალურად გაგვაფრთხილებდნენ. ეს იყო შავკანიანი თანამშრომელი, როგორც მახსოვს, სენეგალელი, რომელსაც უკვე წლებია ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა. სანამ წავიდოდი, მკლავში ხელი მომკიდა და მითხრა, რომ უნივერსიტეტის პერსონალს შორის გავრცელებული ჭორების მიხედვით, მდგომარეობა უაღრესად სერიოზული ჩანდა და ძალიან გაუკვირდებოდა. თუ უახლოეს კვირებში ფაკულტეტზე სწავლა განახლდებოდა. შესაძლოა მარი ფრანსუაზმა რაიმე იცოდა. დილით რამდენჯერმე ვცადე მასთან დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. სასოწარკვეთილმა ნაშვადღევის 2-ის ნახევარზე იტელეს არხი ჩავრთე. ეროვნული ფრონტის ორგანიზებული მანიფესტაციის მრავალი მონაწილე უკვე ადგილზე იყო. ხალხით გაჭედილი თანხმობის მოედანი და ტიუილრის ბაღი მოჩანდა. ორგანიზატორები ამბობდნენ,
თითქოს 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციის თქმით. 300,000. ასეა თუ ისე, ამ ხელა მანიფესტაცია არასოდეს მინახავს. პარიზის ჩრდილოეთით საკრეკერიდან ოპერამდე, უზარმაზარი ღრუბელი ეკიდა ცაზე, მისი მუქი რუხი ფერის გვერდები ყავისფრად შეფერილიყო. ხან ტელევიზორის ეკრანს მივჩერებოდი, რომელზეც ჩანდა, როგორ იზრდებოდა ხალხის მასა, მერე ისევ ცას ვაკვირდებოდი. ელჩეკის ღრუბელმა სამხრეთისკენ ნელა დაიწყო გადანაცვლება. თუ ტიუილრის ბაღის თავზე მოხსნიდა პირს, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა მანიფესტაციის მიმდინარეობას. ზუსტად 14 საათზე კორტეჟი მარინ ლე პენის მეთაურობით ელისეს მინდვრებიდან ტრიუმფალური თაღის მიმართულებით დაიძრა, სადაც ის 16 საათზე სიტყვით გამოსვლას გეგმავდა. ხმა გამოვრთე, მაგრამ გამოსახულებას ერთხანს კიდევ ვუყურებდი. მთელი პროსპექტის სიგანეზე. ტრანსპარანტი გადაეჭიმათ წარწერით. ჩვენ საფრანგეთის ხალხი ვართ. ბრბოში აქა-იქ გაბნეულ მომცრო დროშებზე ეწერა. ჩვენ შინ ვართ. ეს სიტყვები ცხადი და ამავდროულად ზედმეტი აგრესიისგან თავისუფალი. დევიზად იქცა, რომელსაც ეროვნული ფრონტის აქტივისტები შეკრების დროს იყენებდნენ. ელჩეკი ისევ მოსალოდნელი იყო უზარმაზარი ღრუბელი ახლა კორტეჟის თავზე ეკიდა უმოძრაოდ. რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ყველაფრის ცქერა მომბეზრდა და მიტოვებულის კითხვას შევუდექი. მარი ფრანსუაზმა დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დამირეკა. ბევრი არაფერი იცოდა. უნივერსიტეტების მმართველთა საბჭო წინა დღეს შეიკრიბა, მაგრამ არავითარ ინფორმაციას არ გაუჟონავს. ყოველ შემთხვევაში სრულიად დარწმუნებული იყო, ფაკულტეტზე სწავლა არ განახლდებოდა არჩევნების დასრულებამდე, შესაძლოა, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდეც კი. გამოცდებს სექტემბრისთვის გადაიტანდნენ. ზოგადად, მისი აზრით, ნამდვილად სერიოზული მდგომარეობა იყო. მისი ქმარი, აშკარად შეშფოთებული, კვირის დასაწყისიდან დღეღამეში 14 საათს სამსახურში ატარებდა და წინა ღამე იქვე გაეთია. დამპირდა, რომ თუ კიდევ რამეს გაიგებდა, აუცილებლად დამიკავშირდებოდა. ასე დასრულდა ჩვენი საუბარი. საჭმელი არაფერი მქონდა. არც მეზობლად მდებარე სუპერმარკეტ უზარმაზარ კაზინოში წასვლის სურვილი გამაჩნდა. საღამო ამ ხალხმრავალ უბანში საყიდლებზე წასვლისთვის ყველაზე შეუფერებელი დროა, მაგრამ შიოდა, მეტიც მინდოდა სადილად მეყიდა ხბოს ყაურმა-თეთრი საწებლით თევზეულიდან. ფარგა, ასევე ბერბერული მუსაკა და მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებელი კერძები. მათ უგემურობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ ფერადი და ხალისიანი შეფუთვით იყიდება და იმ ცვალებასთან შედარებით, რომელიც იუისმანსის გმირების ეპოქაში საჭმლის მომზადებას უკავშირდებოდა, ნამდვილ პროგრესს წარმოადგენს. ბოროტი განზრახვა ასეთი საკვების მიღებაში არ იმალება, ხოლო იმედის გამაცრუებელ, თუმცა კოლექტიურ ეგალიტარულ ექსპერიმენტში მონაწილეობა გარკვეულწილად თავმდაბლობის საბაბსაც იძლევა. გასაკვირია, მაგრამ სუპერმარკეტში ხალხი თითქმის არ იყო და ერთდროულად ენთუზიაზმითა და შიშით ატაცებულმა ჩემი ურიკა სწრაფად გავავსე. სრულიად უმიზეზოდ გამიელვა თავში სიტყვებმა. კომენდანტის საათი. ზოგიერთი მოლარე ცარიელ დახლთან იჯდა და პორტატულ რადიოს უსმენდა. მანიფესტაცია ინციდენტების გარეშე გრძელდებოდა. ეს მერე მოხდება, როცა დაშლას დაიწყებენ. ასე გავიფიქრე. სუპერმარკეტიდან გამოვედი თუ არა, კოკისპირულმა ცვიმამ დაუშვა. შინ დაბრუნებულმა გავაცხელე მადერის საწებლიანი ხბოს ენა. კაუჩუკს გავდა, მაგრამ გემოთი არა უშავდა. და ისევ ტელევიზორი ჩავრთე. დაპირისპირება დაიწყო, მეტისმეტად მკვირცხლად მოძრავი ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფები. მოჩანდა, რომლებიც თოფებითა და პისტოლეტით ყუიან-ფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულნი. რამდენიმე ვიტრინა ჩაემსხვრიათ, აქა-იქ მანქანები იწვოდა, მაგრამ კოკისპირულ ცვიმაში გადაღებული გამოსახულება უხარისხო იყო, ინციდენტის მონაწილეებზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლეოდა.